Heute schon auch das. ჯერ არ დაწყებო. Top 10 respect moments. გოლი უბრალოდ ვიტყვი ხო პიგი დგას წინა ხოაზე ხარ ემზადება იცი რომ უნდა ცო ბათქია სილაში ხტო. ტრენბურთი დაანგრევო დარბასო ბეიბი შარკ დუდუზე გამოდიო კაროჩეო რა და ანუ გაუმარჯოს მაყურებელს ეთერში არის მისაყოლებელი პოდკასტი და დღეს ჩვენი სტუმარია იმედი გვაქვს ძალიან დიდი UFC-ს მომავალი ჩემპიონი ლაშა მესხი იგივე დინამიტი. კი მოწონა. როგორ გძნობ თავს? ძალიან ცუდად. პირველ რიგში ეხლა ძალიან რთული პერიოდი გაქვს ხო მაგონში? არა ჭამა, არაფერი რაღაც. ვიკლებ წონას და სხვათა შორის ძალიან ირონიულია ის რომ მარილი მაქვს საერთოდ ამოღებული კვებიდან რამოდენიმე დღეა და სამარილეში მოვედი სტუმრად და წინ მიდევს ჩიფსი და მარილი მოკლედ სუნიც კი ძალიან ისე მირტყავს მაგრამ კარხალთან ერთად ვარ ამიტომაც გავუძლებ ძალიან ის არის რთულია სტუნების პონჩი? ძალიან რთულია რა აი ყველაზე მეტად არის ნების ყოფის თემა ლუდის გინდება ხოლმე? ლუდს არ ვსვამ მაგრამ ანუ ეხა რა დაახლოებით ბოლო 1 კვირა ვსვავ ყოველ დღე 7 ლიტრა წყალს და აი ოღონდ წყალი არ დავლიო და რავი ყველაფერს და აუ ხო ეს ძალით რო უნდა სვა ძალით სვა 7 litrას ძალით ხო არა ლუდი კარგია გაუმარჯოს. მოიც ჯერ ისიც გეთქვა ორი სტუმარი ყავს დღეს ახლა ეს შეამჩნევდით რომ ცოტნე გახდა ძალიან შეცვლილია შეჭემა? შეჭემა? არა ცოტნეს პირადი მიზეზების გამო ცოტნე ვერ იქნება დღეს და ბიჭებმა დამირეკეს რომ აბა ხوار მოხალ და მეთქი დიდი სიამოვნებით გესტუმრებით და ნახოთ აბა ერთი იმაზე კაი წამყვე როგორ უნდა ვიყო. აი დაუბრუნდეთ მაშინ ჩვენ სტუმარს და პირველი კითხვა მექნება ესეთი რატო მოხვედი კაცო აგრა გინდა სამარილეში. ძალიან მომინატრა მარილი და მაგითო რა. არა YouTube-ზე ახლა შენ ვიცით რომ გევასება YouTube-ი. YouTube-ერი ვიყავი და ვარ ზოგადად. ხო, 1-5 წლის წინ ხო რაღაც დაიწყე შენ. ხო, დავიწყე რაღაც სხვათა შორის თავიდან დავიწყე MMA-ის კონტენტი მქონდა პირველი ვიდეო დავდი გიგაჭიკაძესთან ერთად და ეხა 4-5 წლის წინ გიგაჭიკაძე ძალიან დონე იყო UFC-ში რა. და მე რატომაც გადავუხვიე და დავიწყე ფიტნეს ჩელენჯები YouTuber-ებთან ერთად რაღაცა ძალებს ტესტავდი მეც აწევდა ვინ უფრო ნახვებს რას წერდა ვინ უფრო ძლიერად დაარტყავდა რაღაცა და არაფერი ხო ანუ YouTuber-ობდი წავედი შემდეგ ამერიკაში რაღაცა ყველას აქვს თავისი ემიგრაციის თავგადასავალი და რავი ამოვყავი თავი MMA-ში ნუ იმიტომ აღმოჩნდი რომ სპორტსმენი ვიყავი ბავშვობიდან ძიუდოისტი ვიყავი ქართული ჭიდაობები სამბო და რაღაცები ბევრ შეჯიბზე ვარ გამოსული და MMA-ზე აღმოჩნდი და ეხლა უკვე MMA-ს მებრძოლად მიცნობს ხალხი მაგრამ YouTube-ზე ვდებ დღემდე ვლოგებს რაღაცებს ეხაც უნდა დავდო წონის კლების ვლოგი და რაღაც საინტერესო კონტენტი ვინც MMA-ს მაყურებელია რა და რა იყო ის მომენტი რომ აი YouTube-ზე რაღაც ვაკეთებ, მაგრამ მინდა რომ პროფესიონალურად სადო მაღალ დონეზე გამოსვლა და ეგ ცოტა უფრო ადრე დაიწყო, ანუ ამერიკაში პირველ რიგში ვიტყვი რომ წავედი ვაფშე ისე რა, ანუ საზაფხულო პროგრამით წავედი. მექსიკიდან. არა, მექსიკიდან მართლა არ წავსვლა, წავედი საზაფხულო პროგრამით და დავრჩი იქ რა, გადავწყვიტე დარჩენა და ნუ ჩვეულებრივად თავიდან მუშაობდი სამსახური რაღაცა და იქ ძალიან ცნობილი პოპულარულია ამერიკაში ჯიუ-ჯიტსუ. ხო და მე ხა ძიუდოისტმა ვცადე ეს ჯიუ-ჯიტსუ და ან ჯიუ-ჯიტსუ არის ქვემოთ რო ჭიდა გრაუნდ გეიმი რა რეალურად პარტერი სამიშენები და ხა ძიუდოისტებმა ვიცით ძირითადად დაგდება იმიტომ რომ ჩვენ რო კაც დავაგდებთ იპონია და მორჩა ხო? იქ მთავრდება გაგრძელებაზე იქ კი ვაგდებდი ხალხს ბიჭო მაგრამ ქვემოთ იმენა всё რა რაღაცა ამახლართავდნენ დამახლართავდნენ მომგუდავდნენ გამჭიმავდნენ კაროჩე რა და თან პარალელურად იქ UFC ძალიან ცნობილია UFC ეხა გაპოპულარობდა რეალურად საქართველოში რომ მე რა ქართველები გაიჩნდნენ და იქ ძალიან ცნობილი იყო ჯერ კიდე 2023 წელი იყო რომ დავიწყე ღამის კლუბის დაცვაში მუშაობა და პრაქტიკა აკრიფებს ხო? მოგიყვები მან მაგარი ამბები მაქვს ხო და ანუ დავიწყე მუშაობა და მაგ კლუბში ვიყავი ვაფშე რენდომად მისული სხვათა შორის არ ვიცი იცნობ თუ არა საბა თავბერიძესთან ერთად ფეიკ შონომალი ვინც მე მირაბის ვიდეოებში გამოჩე მაგასთან ერთად ცხოვრობდი ლოს-ანჯელესში
ხო და საბას დაბადების დღეზე მივედი რა მაგ კლუბში და ანუ იქ დაცვის უფროსებს წაველაპარაკე პროსტა რავი გარეთ ვიყავი გამოსული დიდად კლუბისტი არ ვარ და არაფერი საიდან ხარო რა ცემა და მე ეს დატოვეს მე ხო და არა საიდან ხარო რა იმ ერთ-ერთმა დაცვა მითხრა ჯორჯია მეთქი რა და ყველას ჯორჯიაზე ეგრევე შტატი ახსენდებოდა ამერიკაში 2023 წელი იყო და ამ დაცვის უფროსმა ვა მერაბო და რაღაცა UFC-ს უყურებდა მაშინ მერაბს ახალი მოგებული ქონდა პიოტრ იანისთვის პირველად და ანუ მუთხარი რომ მეთქი მე სპორტსმენი ვარ რაღაც ჯუდოისტი რაღაცა და ამიყვადა სამსახურში ხوارეძებს სამსახურში მეთქი რასავლეძებს ნო ქეშზე ხوار გადავწარი მე მეთქი აი საბას დაბადების დღე დაილოცოს და დავიწყე კლუბში მუშაობა კაროჩე რა და პარალელურად კლუბში ახლა დიდი მოჩხუბარე ვიყავი თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ძალიან ესეთი სახალისო ისტორია მაქვს რომ პირველ ღამეს გაიჩიტა ჩხუბი კაროჩე რა ხო და არ ვარ ახლა ესეთი ქუჩის მოჩხუბარე აი რავი თუ გემახსოვრები რაღაცა ხუჭუჭა სათვალეებიანი ტიპი ვიყავი რა ხო და გაიჩიტა ჩხუბი იტოქში და ეს ერთ-ერთმა თანამშრომლმა მაგრაცემა ტიპი კაროჩე და აი როგორც ფილმებშია მოისროლა რა კაროჩე სანაგვეზე ხოლაზე ხარ და შებრუნდა ეს დაცვა და მე გამოვედი რა და ეს ტიპი წამოდგა ესე რაღაცა ბორძი და შემომხედა და მეთქი მე არ ყოფილა და დამიშვა მე კაროჩე რა არაფერი არ ვიცოდი რაღაცა წავეკინკლავე წავაქციე და დავიჭირე ესე რა რომ მეთქი წადი სახში რაღაცა ადრენალინი რო გაქვს რა ნერვიულობ ხა ქუჩაში რავი და გავუშვი ეს ხელი კაროჩე და ტიპი მწუდა ბიცეპსზე მიკმინა ძმაო იმენა ჩამოვლო კბილები და მეორე დღეს წავედი და ავიცერი კაროჩე ნაკმენს რა ეგრე გქონდა ხო ძალიან სუდად გქონდა იმენა გადასიებული მქონდა ეს და არაფერი მე მივხვდი რომ მეთქი ჩხუბი უნდა იცოდე ხა ესეც ამსახურში რომ მუშაობ რა თან ჩესნად გეტყვით ცოტა ისეთ თემა იყო რა გეტო კლუბი იყო უფრო და პირიქით ქეშს მიხდი და პირველი სამსახური იყო ეგ რო ჩახვედი თუ პარალელურად მუშაობდი რესტორანში რაღაცა მიმტანი ქეშზე რაც იჩითებოდა ყველა ეგაა ემიგრანტის ის რა რავი საჭმლის მიტანაზე ყველაფერი და ნუ ეს გავჩითე იმიტომ რომ რაღაცა ახალიც მინდოდა რა ეს საჭმლის მიტანა ძალიან მოსაბეზრებელია ბევრი ემიგრანტს ეცოდინება რავი დორდაში და უბერიცი და ეს საჭმლის მიტანის თემა არის ყველაზე ისეთი რა ვინც ემიგრანტი ახალი მაგას აკეთებს რა და მე რაღაცა ახალი მინდოდა რა და სადაც სარისკო სამსახური იყო ანუ კიდევ ვიზახი გეტო სამსახური იმენა პირველივე დღეს თუ ვიღაცამ გიკვინა ხო მაგის მერე მეორე დღეს რომ იცრები ხო ან თან რომ ნახოთ ნაკვენი და მერე იყო ჩხუბებიც იყო რავი ახლა ძალიან ისეთი რაღაცები შემიძლია მოყვე გაგრძელდება საათობით და მე ვიღაცები გაიღადავენ მაგრამ იარაღით დაუდიათ შუბზე და აი ჩვეულებრივ ლოს-ანჯელესი აი ხო ჯეტია ხო გითამაშიათ რავი აი ეგ არის რა აი როგორ ჯეტიაში არიან ბანდები და რაღაც მექსიკური რაღაცები აი რავი და ლაივში გითამაშია ანუ ცოტა ხანი გაიხდა ონლაინ მაგან ახლა პრაქტიკა არ მოგცა რაღაცა რომ არ გამოგადგება MMA-ში კი ანუ უფრო ცივსისხლიანი გამხარდა რა იმიტომ რომ ხა იარაღს რო დაგადებენ მე რა ისინო შეგეშინდეს რინგზე რო შედიხარ ხა ტიტულ გასტანში გაიგდებ ციხლის ქვეშ ხო ო აღარ უნდა შეგაშინოს არ ვიცი და ყურებზე რა გჭირს ყურები მაქვს გალამაზებული მოკლედ ეგ მაგისე ქონდა ბავშვებიდან არ მქონდა თუ მე არა დოდანაც მაშინ მახსოვს რომ მქონდა ეს დამემართა მაშინ გძელით მაქონდა შეიძლება არც უჩა მაგრამ არ მქონდა არა ჯუდოდან არ მქონია სხვადასხვა ჯუდოისტებს როგორ უტყდებათ არ ვიცი მაგრამ ეხა მე ეს ძირითადად მიტყდება მუშტი რომ ხდება რა როდესაც ახალი გატეხი მე იმის დროს მეგონა უფრო რაღაც ხო და არ მომსვლი არა და ქართული ჭიდაობაც ნაჭიდაობები მაქვს ჯუდო და ეს უფრო აი დარტყმებიდან რა კაროჩე აი რო გეუნებოდი ხო იცი ჯიუჯიტსუ ქვემოთ არ ვიცოდი ვერი ქვემოთ რომ დავიჭერე და მირტყავდნენ კაროჩე და ეგრე გამიტყდა რა მან ორი ვარიანტია ყურები თუ კარგ მდგომარეობაში გაქვს და მოჭიდავი ხარ ან ძალიან ბანძი ხარ ან ძალიან ზედმეტად ესეთი გამონათქვამია კარგი მოჭიდავე ყურს არ გაიტეხსო ძმა ხო მართალი ყოფილა ო არც მაგ შენერ მდგომარეობაშია კაი ახლა წება ლუკას დაავიწყდა ბიჭო და არ უთქვია და ახლა სპონსორებზე გეტყვით რომ ჩვენი წარმდგენი არის ქართული პრემიალური ალღოვანი ლუდი პრემიალურს უცნაურ ალღოვანი ჩიპსი ლუდისა ასევე ჩვენი მეგობარი არის ბავარია ლუდი ჰოლანდიური ოჯახიდან და ჩვენი მესამე სპონსორი ალკოსფერო რომელიც ცოტა მძიმე ალკოჰოლებით გვამარაგებს ხოლმე ძირითად შემთხვევებში ძოლის მერე აუცილებლად გავსინჯავ აი ამ ჩიპს იმიტომ რომ ჩიპსი მიყვარს ძალიან რა აი
აი ფილმების ყურება და ჩიპსი აი ძალიან მევასება. მაგრაკშია ხო ეხა? ძალიან მშია ეხა. აი შენ საყოლის საჭმელი რობერტ. თან დღეს ბიჭო იმდენს ვიყავით ხინკლის საჭმელად ბიჭები? აუ რა კაი სინტალია. დღეს არაფერია მაქვს დაჭამი, ვივარჯიშე. ამ დროს ვარჯიში არის ზოგადად ყველაზე რთული, იმიტომ კიდევ ვიძახი. თან მე პირველად ვიკლებ 83 კილოს ვატარებ ბუნებრივად რა. ოღონდ ბუნებრივად ტარებას რას ვიძახი? აი ხა დიდიც ყოფილა 100 კილოც ყოფილა 90-იც, ანუ მე რო ხა შტანგით ვარჯიში დავიწყო აი პროტეინის დალევა, კრეატინის რაც არის საკვები დანამატები. 90 პლუსიც ვარ ხოლმე, მაგრამ 83 ვარ, აი როგორ იცი, აი ნორმალურად რო ვიკვებები, არაფერს არ ვიკლებ და MMA-ზე რო ვარ კონცენტრირებული. ეხა ვჭხობ 70 კილოში, ანუ 13 კილო გამომდის ჯამში კლება. ეხა ამ წამს ვარ 76, 6 კილო დამჭა, 7 კილო უკვე დაკლებული მაქვს და 13 კილოს პირველად ვიკლებ. ამდენი არ დამიკლია. მაქვს ამერიკაში უკვე 3 ბრძოლა მაქვს, მაგრამ ვიბრძოლე ეგ ბრძოლები 77-ში. და მარტივად დავიკელი მაგ პერიოდში 84 ვიყავი, გამომივიდა რავი 6 კილო, 7 კილო ხან 4 ხო და 13 კილოს პირველად ვიკლებ. შესაბამისად რთულია, ნებისყოფაც მეტი უნდა და თან რო არ გამერისკა ადრე დავიწყე აი ეს დიეტა და ყველაფერი რა. შაქარი მაქვს საერთოდ შემცირებული 2 კვირა თუ მეტი არა. კოკა-კოლა ვაფშე არანაირი შაქარი არ მივიღია. არა და შაქროც არის ხო იცი? არა და ხო და პროსტ ყველა რთული რა არის, იცი? კოკა-კოლას აბრალოდ წყალზე მეცვავ ჩვეულებრივ ცხოვრებაში რა ყოველ დღე და აი ძალიან რთულია რა აი რო რაღაც ეს პერიოდი არ ცხოვრობთ ხო? იმენად არა ეგ არ არის ცხოვრება. ყოველ დღე ჩემი კვება არის უმარილო გრეჩიხა, თევზი მოხარშული უცხიმოდ და უმარილოდ და კიტრი და სალათის ფურცელი რა 400 გრამი დღეში. ანუ всё. სულ ეგ ყველაფერი? всё. და მორჩა? და ვსვავ 7 ლიტრა წყალს, რომ ეს არის თუ არ ვწდები ჩატვირთვის ფაზას ეძახიან, ჯერ მეც პირველად ვიკლებ ამ ხელა წონას, არიან MMA-ის მებრძოლები, ჩემი გუნდელია, ამინა გოგოლაძე, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი მებრძოლია. ტიპი არის, კაროჩე მარტივად ვიკითხა 105 კილოს ატარებს. და ბრძოლობს 77-ში. ანუ რამდენს იკლებს წარმო. ეხა არის პარიზში, იანგარისთან. ბარიატრია ხო? ხო და ნახე რა, აი როგორი თემა, აი просто მეც ზედაპირულად ვიცი არ ვარ დიდად ექსპერტი წონის კლებაში, მაგრამ ანუ ეს არის ჩატვირთვის ფაზა, სვავ ძალიან ბევრ წყალს და ტვინს და ორგანიზმს როგორც ამიხსნეს ატყუებ, რომ შენ ორგანიზმს მიეწოდება ბევრი წყალი და ბოლო დღეებში ხდება ეს კლება. აი ხა ხო გეუბნებით 76 ვარ და 4 დღეში მაქვს აწონო, ანუ 6 კილო მაქვს დასაკლები 4 დღეში. და როგორ მოხდება? ბოლო 2 დღეში დავიწყებ ძალიან ინტენსიურ კარდიო ვარჯიშს, შევიფუთები, წავისმევ სპეციალურ რთულია ეგ პროცესი ხო? წავისმევ სპეციალურ მას, რომელსაც გამოყავს ეს ოფლი, საუნაში შესვლა, კაროჩე მთელი ამბები და სრულიად დეჰიდრირდები და ეგ ბოლო 2-3 დღე როდის დაიწყებ, წყალს წვეც არ სვავ. და რავი კადრები თუ გაქვთ, აი რავი მერაბი რო წონას აბარებს და ეს პროსტა რომ მოფსად ხოლმე და არის წვალოთ მაგდენი მაზები. ეგ გამოვა. არ არის საფრთხე ეგრე მაგრამ. მოიქცა, არა, ხო შეიძლება ცუდად გახდე მაგ დროს. ითიშებიან მებრძოლები ჩვეულებრივად, გონებას კარი გავენ. კი, გაითიშა UFC-ზე, აწონვაზე და ძალიან რთულია მოკლედ რა. რა უფრო ძნელია, წონის კლების პროცესი თუ უშუალოდ ბრძოლის პროცესი? წონის კლების კლება არის პიზდეცი უფრო, ხო? კი. მაგრამ აი ბრძოლაზეც გაგიზიარებთ თუ გინდა ჩემას, რადგან ჯერ მაინც დამწყებ მებრძოლად ვითვლები 3 ბრძოლა მაქვს ოქტაგონში ჩატარებული. ძალიან რაღაცა ისეთი გზნობა ოქტაგონში ბრძოლაც. წინა წელს ვიჩხუბე 3 ბრძოლა, მივაყოლე სხვათა შორის, ერთ კვირაში ვიბრძოლე 2 ჩხუბი რა. ძალიან პარემ დაკლებული გქონდა და კიდე არ ვიწვალო. სივარდა. ხო და მე სექტემბერში ვიჩხუბე მესამე ჩხუბი და აი როგორი გზნობა იცი ოქტაგონში, აი შორიდან ხო ძალიან მარტივი ჩანს, აი ალბათ რამდენი უყურებს და ამაზე მეტად კარგად მე ვიჩხუბებ, ეხა ხო გაგიგიათ რა, აი ძალიან იმაზე იყო ძალიან ბევრი ეგეთი ბუკარო ჩხუბობდა ეხა რომ აი ეხა მაგი ვისაც ეჩხუბა ბიჭო მაგას არ შემოგდა გავხელწვით რა ძმაო რა სან-დიეგოში ვაფშე პირველი ბრძოლა უნდა მქონოდა და ანუ ბრძოლას ვერ პოულობდი ამერიკაში რა აი ეხა ყველას უგდებენ შენ სახელ გვარს ის შემოვა შეგამოწვევს ვინ ხარ რა ხარ და ეხა წარმოგიდგენ ჩემ ინსტაგრამზე შემოდის და რეალურად ეხა არ მაქვს ჩხუბი წინა წელს გეუნები, მაგრამ ანუ მერაბ დვალიშვილთან ფოტო, ალჯამაის ტერლიქთან ერთად ვარჯიშობ, ილია ტოპურიასთან სურათები. თუნდაც და ხო, ხა არავინ არ მეჩხუბა. ხონომალი გონიათი ის. პირველ მაგრა გამოაცხადა, მაგრა გაიხსნა, fake შონომალი.
ხო და პირველად ჩავედი ნიუ-იორკში. ვითომ ჩხუბი მომიძებნეს 2024 წლის დეკემბერში და ჩემი ხარჯებით გავფრინდი ყველაფერი და ბრძოლის დღეს ჩამიხსნა ტიპი, ანუ არ მოვიდა რა ბრძოლაზე. გავბრუნდი უკან ლას-ვეგასში. ეს ყველაფერი არის 8 საათი, 6 საათის ფრენა რა. მე 2025 წლამდე გამიცდა დრო იქ ზოგჯერ ტრავმას იღებ რაღაცა და მაისში ვიჩხუბე 2025 წლის რომელიღაცა მაის პირველად სან-დიეგოში. წავედი 5 საათის გზაზე მანქანით სან-დიეგოში და აი რაღაცა არაფერს არ ვგრძნობდი რა, მივედი, წონაც ჩავაბარე, არაფერი ისეთი არ დამიკლია 77 კილოგრამში ვიბრძოლე, 7 კილო ალბათ 6 კილო. ფაფახი დავიფარე, სხვათა შორის მერაბის შავი ფაფახი, პირველად მერაბი გამოდიოდა შავი ფაფახით UFC-ში, ახლა ყავისფერზე შეცვალა. საქართველოს დროშა ეს ვოლკაუტიც ძალიან ჩვეულებრივი მქონდა, ანუ ახლა იმენა ემოციებს გიყვები რა. ხო და შევედი, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, მაცხადე, მე რაღაცა ხავი ვარ, ყავი ვარ, რა ვიცი, მაგრამ ხოძე ვარ და უცბად ეს მუსიკა რომ მორჩა, თელე ეს აუდიტორია ჩუმდება, აი ეს განათებები თვალებში განათებს და ტიპი გიდგას წინ რა, ხოაზე ხარ, ემზადება, იცი რომ უნდა, всё ბათქია, სიჩუმეა, ეს რინგის ხმა ისმის და აი იმენა მახსოვს ეგ მომენტი, რომ აი ხო ყველაფერს ანუ რავი რა, POV-ში ხო ხედავ რაღაცნაირად, რაღაცა ესე აგიხსნი 0.5x-ზე ხო ხედავ როგორც კამერაში. ყველაფერი აი ესე მიმეზუმა, კაროჩე რა, ანუ არ ვიცი რა დამემართა, tunnel vision-ს ეძახიან ამ რაღაცას რა. და აი ჩათვალე, აი ვაფშე ჩემ თავს ვეღარ ვიქვავდი, ან ტიპს ხედავდი მარტო ესე და ანუ ძალიან გამიჭირდა ეგ პირველი ბრძოლა რა, გადაწყვეტილებით მოვიგე. და მეორე ბრძოლა უკვე ტექნიკური ნოკაუტით მესამე tunnel vision-ში რო ხარ, ანუ ხო ძალიან ნერვიულობ და ეგ ნერვები იხსნება, როდესმე უკვე ჩხუბი რო იწყება თუ აი ხო და მაგას გიხსნი რა, აი რეალურად ძალიან შებოჭილი ვიყავი პირველ ბრძოლაზე რა. აი ტიპი დავაგდე, აი ინსტინქტური მოგვერდი გავუკეთე და ქვემოთ მეჭირა. ну ხმა ჩამესმოდა სხვათა შორის ჩემი სეკუნდანტების კორნერიდან, რომ აი ურტყი რაღაცა და აი რაღაცა აი ესე მოვიგე და მეორე მესამე რაუნდში იგივეს ვშვებოდი რა. აი ვაფშე ერთი ლეკიკი არ დამირტყია კაცისთვის. აი იმდენად ჩავიკეტი. არა და რეალურად მართლა ანუ სინდიკატ MMA-ში ვარჯიშობ, პროგუნდში, სადაც მერაბი, UFC-ს მებრძოლები ვარჯიშობენ, კაის პანიკ პარტნიორებთან დგავარ და რავი, აი UFC-ს მებრძოლები დამისამიტებია მართლა და ტიპს ანუ იმდენად შებოჭილი ვიყავი, სამიშენზე ვერ გადავედი. ანუ პოსტ ესე ჩახუტებული ვიყავი და რაღაც ლაითად ვურტყავდი რომ აქტივობა ამიღო. მეორეში უკვე გავიხსენი TKO გავაკეთე, მესამეში საბმიშენი გავაკეთე რა და ძალიან ისეთი ანუ არ არის მარტივი რეალურად დებიუტანტი რო ხარ მით უმეტეს, რავი რა. ფიქრობ რაღაც დონეზე მე გადალახავ რა ამ tunnel vision-ს და რა. ეხა ხომ მოიგებ? უჭო. რაღაცა დაიგე და პირველი არა უშავს კაცო. უნდა გითხრათ რა, დღეს დამირეკეს და ჩემი მოწინააღმდეგე ჩაეხსნა ბრძოლას. ხო და რატო? რა შეეშინდა ალბათ. არა. კარჩო როგორც მითხრეს, უზბეკი იყო ეს ჩემი მოწინააღმდეგე და საზღვარზე არ გამოუშვეს თუ რაღაცა, არ ვიცი. კაროჩე ძალიან დღეს დეპრესიაში ვიყავი ბიჭებო და დამირეკა კენას მატჩმეიკერმა. აი მე მას ვიზამ. არა. გავენაცვლები თუ ეგრე. არა, ჩამნაცვლებელი მიყონეს კაროჩე რა, იმენა სხვა უნდა წემოან. დავიკლები 2 კილოს დავიკლები 70-ში. სხვა ვინ არის? ხო და ეგ არის რა, ეხა ჩამიგდეს იდეაში, ანუ ეხა როგორი პროცესია რა, შენი მოწინააღმდეგე უნდა შეისწავლო. ეხა ეს ჩემი მოწინააღმდეგე შესწავლენ. რა რაღაც ბრძოლები ქონდა, ვუყურე მის ბრძოლებს YouTube-ზე, იანვრიდან ვემზადები არ ბრძოლისთვის და წამიგე ტიპი იანვრიდან, რავი, ჩემი best friend-ია Instagram-ზე, თალკავ ყველაფერს ვუყურებ, რას თორავს, როდის ისვენებს, როდის ვარჯიშობს, რას ვარჯიშობს და ჩამიხსნა ესე რა და ეხა ახალი ვიღაც ჩამიგდეს 5 დღით ადრე, რავი და ეხა მაგისის დავიწყე რა, ანუ 0-0-ზე უწერია ოფიციალურად რეკორდი. მაგრამ ერთი ბრძოლა წაგებული აქვს, მაგრამ რატოღაც ანუ არ ჩაუთვალეს რეკორდში, მაგრამ ეგ ბრძოლა YouTube-ზე დევს, ვუყურე ყაზახი არის წარმოშობით და პლუს რაღაცა სხვა ბრძოლებიც აქვს. ანუ სხვა ბრძოლებს გულისხმობ პანკრატიონი ესეთი ისა, ბერძნული კიკბოქსინგის რაღაცა, რომელიც MMA-ში არ ითვლება, მაგრამ ნუ ბრძოლები აქვს რა და ეხა დღეს უნდა შევისწავლო კიდე უკეთ ჩემს მწვრთნელებთან ერთად. აი, წეღან ისახსენი რა ქვია. გოლკაუტზე რო გამოვდიოდიო რაღაც კარგად ვიყავი რაღაცა. ესეთი კითხვა მაქვს. ყველაზე ისეთი სიმღერა რა არის? შენთვის რაც არასდროს არ გამოხვალ მაგ სიმღერაზე გოლკაუტზე, დაჟე აი ფული რო შემოგთავაზონ რა. მილიონი? 2-3 მილიონი რო გითხრან რომ მოგცემთო და დავე მაგაზე გადიო. აი რო არ გახვალ არაფრით მაგაზე.
პირველ რიგში 2-3 მინუტზე უეჭველი გავალ. ვერ ვფიქრობ მაგას რა შეიძლება რა იყოს. უნდა იყოს რომ ვერ გავიდე, არის მე რაღაცები მაფიქრდება, რაზეც არ გავიდოდი არაფრით. ერთ-ერთმა რა თქმა უნდა. ნებისმიერი სხვა ქვეყნის იმდა. გაუბაზარია. რავი, ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მირჩია თან აი სრული სერიოზულობით, ბიჭო, ეხლა კინაზე მაქსიმალურად თუ გამოხვიდეო, დაანგრევო დარბაზო Baby Shark დუდუზე გამოდიო, კაროჩეო რა და ანუ ვერ იქნებოდა დაალაგებული. ყველა ბრძოლაზე რაღაც ფაფახი, დროშა და რა Baby Shark დუდუზე გამოსვლა, არ გამოვიდოდი. Baby Shark-ს საბავშვო ის არ არის სიმღერა. პამპერსი თუ გამოხონდა იცოს კი თორე არ მოუხდება არაფერს. თან ანუ მნიშვნელოვანია ის რომ ანუ მაგ მომენტში ძალიან ადრენალინში ხარ, სიმღერა უნდა მოგხოდოს რა, აი ბოლო რაღაცას უსმენ წარმოიდგინე რა, აი რინგზე შედიხარო, რავი, უნდა გაგიხეთქონ თავი რა, ის აბზოლელად რა, ანუ მართლა მაგიმით შედიხარ რა, აი ხ მე იმ რინგზე იმით არ შევდივარო, ვა ვიღაცასთან ვჩხუბობ, ანუ იქ შევდივარ, რავი, აი გლადიატორის მენტალიტეტით რა, რომ ცოცხალი ვინ გამოვა რა, იმიტომ ის კაცი ცდილობს რომ მე გამთიშოს, რავი, გადამიხსნა სახე, დამაყრჩოს, მომგუდოს, რავი რა და ხა მჭირდება სერიოზული შემართება ხომ მიხვდი რა და არ ვიცი. და ვერ მოიფიქრე ხო ანუ Baby Shark-ს არ გამოვიდოდი. მაგაზე არ გამოხვიდოდი მარტო შენ? მე ნუ რუსულზე არაფერზე არ გამოვიდოდი, რა თქმა უნდა, არც ერთ სიმღერაზე. სხვა ქვეყნის ნებისმიერ ჰიმნზე აი ჰიმნზე თქვენ კითხვა მაქვს რა, აი ქართველები ხართ, MMA-ის მებრძოლები ხართ მაგალითად. მაინდა-მაინც ის იქნებოდა თქვენთვის რომ ქართული იმით გამოხვიდეთ თუ გამოხვიდეთ უცხოური. უცხოურიც არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგაზე გას რაღაცეები არის კაი. მაგრამ ქართულიდან ნიკოლ შოუში ვარჩევდი. მაინც თუ მაინდა-მაინც ასწორე. სხვათა შორის სეტანტა მირჩია ესეთი რაღაცა მარკეტინგულად, მაინც სეტანტას კაი მარკეტინგი აქვს. გამოდიო AC/DC-ის TNT-ზეო რა და იქა ლირიკა ამ Dynamite და რაღაცა რა და просто აი ვერ მომხოდავს ხო ხდები თან ისეთი რაღაც მაქვს ეხა დაგეგმილი ამ ბრძოლაზე ყაბალახით გამოდივა რა ხო და არავინ არ გამოსულა ყაბალახით რა რაღაც ძალიან ისეთია და ეხა AC/DC-ზე რო ყაბალახით გამოდიხარ ქართული უნდა მაგას ხო ანუ სულ ფაფახით გამოდიოდა და რაღაც განსხვავებული მომენტა რა და გადავწყვიტე ეგ და თან ანუ რაღაც ძალიან ისე რა, ანუ სადაც შევიძინე ეს აბალახი დიზაინერს შევეხმიანე, შევხვდი დიზაინერს, შემომახვია რაღაც სპეციალურად, ზოგადად ყაბალახი იხვევა ბევრნაირად რა, ანუ გურულებს თავის ეგრე მიხდებია, ყველაფერი თუ მოყევია. ჩასვით კაცო რა, просто ანუ face off-ზე არ ვიკეთებდა რაღაცა, მინდა რომ walkout-ზე პირველი ეფექტი კონდეს, თორე აქ ჩასვით რა პრობლემაა რა. არ დაადო ეგ თუ. ხო და მივედი ამ დიზაინერთან და ერთი პრობლემა მქონდა რა. ეს ყაბალახი ხო უნდა შემოიხვიო რეალურად კაშნივით რაღაცაა რა და ეხლა წარმოგიდგენ walkout-ის წინ იხვევ. მერე ბრძოლის მერე უცბად შემოიხვიო ხელი რო აგიწიონ ინტერვიუზე რაღაცა და თან ძალიან რთული შემოსახვევია ესე ლამაზად რო შემოიხვიო. მივედი ამ დიზაინერთან, შემომახვია რაღაც სპეციალურად, რაღაც ლამაზად და თავი ზომები ამიღო რაღაცეები მონიშნა და უნდა გადამიკეთოს ეს ქუდად რა. და პირდაპირ დაიფარო რა და მაგარი იქნება ჩემი აზრით. იმედია რაღაცა ისეთი რაღაცის დასაწყისი იქნება, როგორც ფაფახით დაიწყო ხალხმა, ფაფახის კეთება იქნებ. მე გამოთა ყაბალახი იმენა როგორც ვიცი რა ქართულია ეხა ესე რა, იმიტომ რომ ფაფახი კავკასიურია უფრო რა და ყაბალახი უფრო ქართველებს ეკეთათ რავი. ხო, ის რა ქვია. ბევრს იმით რა ქვია. ფაფახით რა კავკასიაში ყველა გამოდის რა ჩვეულებრივი. შენ რითი გამოხვიდოდი? მე გამოვიდოდი არ ვიცი, ისე ჩემი თავით, მელოდი თავით. შენი ბიჭო, ხუჭუჭას დროშა რა, დროშა ძალიან კაი რაღაცა არის. მე მაგრამ ამწონს, просто დროშა რო ხომ მოხურებული. ეგრე გამოსვლა. შენ სიმღერაზე რა თქვი? სიმღერაზე არ მithkoms არაფერი, რომ რუსულებზე არ გამოვიდოდი თქო და გამოვიდოდი ალბათ ჯეი კოულის რამეზე. რუსულებზე არ გამოხვიდოდი და ჯეი კოულის. ჯეი ანუ კენდრიკის მეოსეა. სხვათა შორის not like us მითხრა ჩემო მეგობარმა გამოდიო მაგარი იქნება. not like us კაია ხო, просто ძალიან ის არის, ძალიან დისია რა. აი მოვდივარ და უნდა გაგდისოთ არის. მე ყველაზე ძალიან მომწონს ის. დინამიკა სხვა არის. ის მევასება და ჯონ ჯონსი რო გამოვიდა იმას. I'm coming home. აი ყველაზე მაგრამ უხდა ეგეთი კაი გამოსვლა დაიჭირეს რაღაცა. აი სანამ walkout-ებს ვსაუბრობთ, ვის არის ყველაზე მაგარი walkout-ი რა UFC-ში. ჩემთვის. მე ვერ ვერკვევი ხა ეგრე და შიმაევის იყო ძალიან კაი ხო, რო გამორბოდა მე ძალიან კაი იყო გადავ. ბიჭო, სულ ილიასიც ძალიან აიტანს ხალხმა, კი. მე არ მომწონს. და ნიკოლ შოუს.
ილიას რაღაც შეუძლია რაღაც ერთი ქართული დაცხოს რა. გავიგე ხეს ბანდერას რო გაიჩუა. თავისი ისა სავიზიტო პარტია. დადის ვარდებით და იმით მე უნდა დააგდოს დანოკაუტებულ კაცს ეგონან ვარ. ეს კენაზე ვისაუბრეთ და მერაბთან თუ გქონდა კონსულტაციები რამე ხო არ გირჩია რომ მერაბთან ჩამოვედი თავდაპირველად საქართველოში და ჩამოვედი 2 კვირით რა ნინა დრამა ჩამოვიყვანეთ მეორე წინა ზაფხულში ყავდა ძალიან მოეწოდა და მეორედაც უნდა საქართველოში ტრიპი ხო და არაფერი ამ პერიოდში ჩამოსულა რა თქმა უნდა 2 კვირით და ჩამოსულა 2 კვირი პარკით ვაფშე სავარჯიშო არაფერი ვარ წამომიღია და სეტანტა შემეხმიანა რკენა შემეხმიანა და შემოთავაზეს ბრძოლა რა და ეხლა რკენა ერთმა ჩემზე ძალიან დიდი ის იქონია ანუ მაგრა ჩაატარეს საქართველოში ეგრე არ ჩატარებულა გაივსო არენა და რა თქმა უნდა პროდებიუტს უკვე გეგმავდი და პროდებიუტი შემოთავაზეს დავთანხმდი დაუფიქრებლად რა იმიტომ რომ ეს არის რავი ჩემთვის არის კიდევ შესაძლებლობაა რა ხედავ ამას როგორც შესაძლებლობას დავთანხმდი და ვიწავდი დინამოზე ვიყიდე რაღაცები სავარჯიშო და ეხლა დავიწყე იანვრიდან მოყოლებული ვარჯიში მომზადება ბევრი არაფერი და შორტი უნდა დაითრიო ხო და ეგ არის 6 დღე ვარჯიშობ 6 შორტი 6 არა მე 6 დღე ვარჯიშობ ორჯერ დღეში შესაბამისად ხო 6 შორტი აუ გაიწეწავს ვა ხო ეს კენა ძალიან კაი იყო პირველი ეს რომ ურე ისეთი შევაჭრება დამრჩა იქ არ ვარ ახლა ნამყოფი მე რა თქმა უნდა მაგრამ ისეთი შევაჭრება დამრჩა რომ იმ დონეს უმიზნებე რა თქმა უნდა რთული იქნება რომ ის დონე დადო მაგრამ აი რაღაცა მოახერხეს ყველაფერი არის გაკეთებული UFC-ით მიმსგავსებულზე როგორც ეტანას ბიჭებს ველაპარაკე ეხლა გადავყავარ სამშაბათს სასტუმროში UFC-შიც ეგრე ხდება Fight Week-ზე გადაყავთ ყველა მებრძოლი სასტუმროშია მედია დღე ანუ პრეს კონფერენციები ასე იქ იკლებ წონას ზოგადად სასტუმროში კაი არის სასტუმროს აქვს საუნა ასე შემდეგ რაღაცა სავარჯიშო დარბაზი და აი ძალიან მიახლოებულია ახლა მე და ანუ იმას ვიძახდი რომ რაღაცა მგონია რომ UFC-ს ერთ-ერთი საინტერესო კარდის სიმულაციას ვბრძოლობ იმიტომ რომ მემზადები იმისთვის ხო ხო როგორც ვიცი ახლა 10000 კაცი ეტევა ფილ სპორტის სასახლეში და სუსოლდაუთია და მაკხელა არენაზე პირველი პროდებიუტი რავი საკმაოდ ისეთი ისა რა 3 რაუნდიანი ჩვეულებრივი ხო 3 რაუნდიანი ხო ის რა ქვია რა უნდა ვიხარ საუნა მაგრამ გევასებათ თუ შეძრულებული და შეზიზღებული გაქვთ აი ბოლოს გეზიზღება ყველასგან ვიცი იმიტომ რომ ბოლოს ყველაფერი გეზიზღება რა აი ხა ნახე მაგალითად მე ხო ეხა წყალი მეზიზღება რა იმიტომ 7 ლიტრას ვაძალებ რომ დავლიო დალია რა ხო და ბოლო 3 დღე ვაფშე წვეც არ სვავ და ამ ბოლო 3 დღეში შენ ვარჯიშობ ოფლიანობ საუნაში შედიხარ ხო გინდა წყალი რაღაცა რამდენი ხანი შედიხარ ხოლმე ხა რამდენი იმენა სანამ არ დაიბრიდები იქ ხარ ხოლმე თუ 15 წუთი შევალ ახლა მე 15 წუთი ჩემი ბიჭე მე რა დიდი მე 20 წუთი შემიძლია მაგრამ ეხა შეხედე რა ანუ მაგას აკეთებ უკვე რომ წვეთ წყალს არ სვავ ხო ხდები რა კიდევ ვიძახ გამომშრალი ხარ ისედაც და ვარჯიშის მე მიჭერს მაგ დროს ანუ რეალურად ეხლა ნახე წეგან გიყვებოდ გონი ბოლომდე ვერ გითხარით ეს არის ჩატვირთვა სვავ 7 ლიტრა 6 ლიტრა წყალს ბოლო 3 დღე ვაფშე არ სვავ საუნით გამომყავს და ანუ ბოლო 3 დღე ისე ხარ და ისე გწყურია რომ აი მერაბის კადრები არის თუ ვიღაცა მერაბსაც ეგრე გავგეკეთებია ძმაო რო იკლებს ხოლმე ბოლო დღეები ისეთი საშინელებაა რომ ანუ თითებს ისველებს და ესე იდებს რა იმიტომ რომ ყლუპი არ უნდა დალიოს საერთო წყალი რა და ანუ ისე შედიხარ საუნაში და ანუ საშინელებაა რა მერაბი რას იკლებს ბიჭო ვერ ხვდები რო უყურებ ან ჩვეულებრივადაც რო არის ხოლმე იგივე ვიდზეა და მერაბი დაახლოებით არის 74 კილო და იკლებს 61-ში 13 კილოს იკლებს მაგრამ 74 არის ძალიან მშრალი რა ხო რა მაგას ვამბობ ნავიდუ ისე არის ხოლმე რომ არ გგონია რა წელიწადში 7 ჯერ ხუობ და სულ ისა დაკლებაში ხო და ეგ იკლებს წყალს რა ანუ ჩვენ რეალურად ვიკლებთ წყალს რა არა ძართული მე საჭმლის გარეშე და მეც ვერ ვიქნებოდი ახლა მე შევჭამ რაღაცა და ნაჭამ ნასვამზე ისე სადმე ქუჩაში იქნება ბარში ვიჭხობ კაი ჩემ მოსაყვარლეს პროდიუსერს ლალიკოს აინტერესებს ესეთი კითხვა აქვს შენთან რა გირჩევნია იყო მისტერ ბისტივით მაგარი იუთუბერი თუ ჯონ ჯონსივით ლეგენდა ოღონდ რა თქმა უნდა ცოლზე მოზალოდი არ იქნები იას აი ეგრე რა ჯონ ჯონსი კი არა
UFC-ის ჩემპიონიც არა დაჟე და პროსტო UFC-ის რავი ტოპ-10 ფაითერი მირჩევნია ვიყო ვიდრე Mr. Beast-ის ნაირი იუთუბერი რა. იმიტომ რომ ანუ შიმშილი გირჩევნია იმიტომ რომ ეს? ევასება მე Mr. Beast. Mr. Beast არ ევასება. Mr. Beast-ი არ ევასება. იმას აუთხარი აბა. საეჭვო კაცი. არა როგორ არის იცი აი მაშინ აქეთაც ქართული იგივე დონის უნდა ქნა. ხო, ახალაზე უკეთესი ვინ იცი? არა, მე ბრძოლის ეგეთი უნდა შეერჩიო ჯონ ჯონსის სხვა შორის ერთად ვინ იცი. მაშინ ისა ბარში რო კალაცება. ეხა მე რა როგორი თემა ისი რა უფრო აი ძალიან რავი უფრო შიერი გამხადნა წყურვალე ამ ანუ მოტივაციას გულისხმობ რომ რაც მერაბის გვერდში ვარ მე ვარ მერაბის გუნდის წევრი ცხოვრობ ლას-ვეგასში მერაბთან ერთად ვეხმარები კონტენტ კრეატორობაში ანუ ორნი ვართ გუნდში მერაბის გარდა ვინც ვეხმარებით მე მაგალითად ვიდეო ედიტინგში ვეხმარები იდეებში ყველაფერში რა შენ და ნინა ხო არა what ხო და ეხლა კოლაბებში ხო და ნახე როგორი თემა ხა ყველაფერ ყველგან დავყვები რა ყველა ბრძოლა ეხა ჰენრის ეხუდოდან მოყოლებული წავყვები ბექსტეიჯზე რა ანუ ყველგან ვიყავი ბექსტეიჯზე იქ გასახურებელ ოთახში პრეს კონფერენციებზე ყველგან და ეს ყველაფერი ხო დავინახე რა და აი თვითონ ბრძოლის დროსაც ოქტაგონთან ახლოს ვიჯექი და რაღაცა და აი მინა აი რავი რა აი მიდუხდა სისხლი რომ აი მეც მინდა რა რომ შიგნით ვიყო ამ ოქტაგონში და მეც მინდა ეს ანუ განა ანუ რაღაც აი კეთილი შურით შურს თუ აი არ ვიცი რა ვთქვა აი მეც მინდა ხო რომ მუღამი მაგის ყველგან მიდის და აი მერაბ you are the great you are the best wrestler in UFC აი რაღაცებს სულ ავტოგრაფებს რო თხოვენ რაღაცა და აი ძალიან მანდომებს რა და მინდა რა ეგ ყველაფერი მე Mr. Beast-ის ის არ უნახოს ბექსტეიჯი ამას და იმას რამდენი თხოვს საეჭვოსი ვაფშე ახლა უნდა ნახო რომ დადის ბიჭო გაგიჟდები არა ეხა YouTube-ზე ვიყავი აქაც საქართველოში იღებდნენ კაცო მაშინაც ფოტოებს შენთან მაგრამ სად ფაიტერი ხარ და რავი თან როცა შენი მოწოდება ეგაა და ეგ გინდა რომ აკეთო ცხოვრებისეულად მესმის ხო რომ მაგით გინდა რომ სახელი მოიხვეჭო და თანატოებს გისურვებ ახლა 4 დღეში რამდენი უნდა დაიკლო 6 კილო 4 დღეში იანთან წაგების მერე ძალიან ბევრი რავი აქ ხალხი რავი ყველა წრემლად იღვრებოდა რაღაცა ისეთი ამბავი იყო ყველა გლოვობდა ამას რა დიდი ტიპები ჩვეულებრივად ძალიან განიცდიდნენ ყველა და იქ რა ხდებოდა შიგნით შიდა სამზარეულოში რანაირი პონტი იყო იანთან ან ჩვეულებრივად შეიძლება რომ მაინც ახლა ხო სპორტული ის არის რა სპორტსმენმა ეგრეც უნდა მიიღო ხანდახან წაგება რომ კი წაი კალათს ემეს იმ დროს მაგრამ კარგად მიიღო რა რავი ანუ იანთან რომ წავეგეთ ფრონტ როუზე ვიჯექი მე როგორც ვახსენე ვატოვინს გვეხმარება ამ ყველაფერში მერაბის ოჯახის წევრები სხვათა შორის გვერდზე და ალექს ვოლკანოვსკი და ოლივერა თელი ხალხი რა და არაფერი რო წაგო ის რავი შოქში ვიყავი მეც რა იმიტომ რომ 8 წელიწადი არ მქონდა წაგებული მერაბს ძალიან განვიცადე აი რავი სხვათა შორის მერაბის ბრძოლებს ძალიან განვიცდი რა იმინა სულ ლოცვებში ვარ და ყველა ეგრე არის მეც აი ყველაზე ძალიან ბალეში გობს საერთოდ აი ეგრე არ მახსენდება ქართული სპორტსმენი ვისაც შეიძლება ეგრე მაგრა უგულშემატკივრო რა ხო ნუ ძალიან განვიცადეთ ყველა რა თქმა უნდა მერაბი არ მინახია ეხა იქ როგორ გავიდა ოქტაგონიდან და რაღაცა მაგრამ ჩვეულებრივად დაურეკეთ ტელეფონზე ძალიან მალევე ვკითხეთ რამე ხო არ იყო სასტრაფო საავადმყოფოში ხო არ იყო გადასაყვანი რაღაცა არაო არაფერი ტრავმა არ მაქვს კარგად ვარო და after party იყო დაგეგმილი წინასწარი გეგმება და იჯავშნება რა თქმა უნდა ეს after party და after party-ზეო წავიდეთო ხალხი გველოდება იქო და რა პონტია რომ არ მივიდეთო და მივედით ჩვეულებრივად after party-ზე კიდე ქონდა ენერგია თელი ღამე მაგ after party-ზე ანუ after party-ს ეხა მეებს კი არ დაულევიან რაღაცა ხალხის პატივისცემის პონჩი ახლო ხალხის შეკრება რა და არაფერი კარგად ჩაიარა ყველაფერმა და მოტივირებული იყო ჩვეულებრივად ეხა მაგარ ხოძეა ხო რომ კი ემზადება აუცილებლად დაიბრუნებს ჩემი აზრით ქაბარს რა როდის არის შემდეგი ის როდის უწევს ეხა გაიკეთა ოპერაცია და გაწელავს რა მაქსიმალურად რა მაგრამ მერავს რემატჩი დაპირდნენ და უეჭველი რემატჩი არა იმსახურებს რა თქმა უნდა ეხა არა მაგის გარეშე გაასწორებდა თეთრი სახლის იმენზე მაგრა გაასწორებდა ილია ხო იქნება მაგრამ თეთრი სახლის იმენთი ცოტა იმედგაცრუებული და ჩვენთვის ძალიან საამაყოა რომ ილია ჭუბობს და ქართველი თეთრ სახლში ჭუბობს მაგრამ იმენთი ისეთი არაფერი არ არის ჩემთვის
ბიჭო ძალიან არ კონორს ვერ ლოდებოდი ან ჯონ ჯონს. რაღაცა არ გამოვიდაო, იწუწუნა იმან, ხო? არ გამოვიდაო, აპირებდითო და რაღაცა. ჰაიპია პროსტა ძალიან ისეთი ის არის, თეთრ სახლში ტარდება და რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცა არის. პროსტა ყველა და ყველაფერი გაიგებს მაგას და ილია რო გამოვა და გაგლიჯობს ძემით და ქართული დროშა რაღაც მაგრა დასწორებს რა. თან უეჭველი მოიგებს ბაბა. არა ხო ნავი. როდის არის თეთრი სახლის? როდის არის 14 ივნის. იქამდე კაცო. 14 ივნის. ტრამპის დაბადების დღეს ნახოთ ეხა იქამდე რავი შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატიც უნდა იყოს მე რაღაცა შეიძლება ყველაფერი გადაიდოს ისე მიდის რაღაცები ჯორდი ოზნაეთ ხო მაგრამ ეს კენას ივენტი იქნება კენას ივენტი იქნება უეჭველი არის და კიდე მაგ ივენტზე რომელ ბრძოლას ელოდები შენ კენაზე აი თავარი ბრძოლა და კომეინი რა აბრამიშვილი ბრძოლობს UFC-ს ყოფილ მებრძოლთან რომელსაც მაურისიო რუფისთან აქვს წაგებული ფაითინგ ნერდებიდან რუფია კაროჩე ეხა მაგ რუფი მოუგო რაფაელ ფიზიევს რა ძალიან მაგარ lightweights და კარგად ეჩხუბა მაგ რუფის გადაწყვეტილებით წააგო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილებით აქვს წაგებული რუფისთან და არ გათიშულა ან რაღაცა ანუ კაი ის წინააღმდეგობა გაუწია და main event-ი ლორდ კიფანიძე ბრძოლობს ოლივეირასთან UFC-ს ვეტერანია, ასე რომ ვთქვათ, ბევრი ბრძოლა აქვს UFC-ში ჩატარებული 20 თუ რაღაცა და საინტერესო ბრძოლებია რა, ჩემი აზრით, მაგორი ბიჭისთვის ტესტი იქნება თუ არიან საერთაშორისო დონეზე მზად. რადგან უმეტესად როგორც ვიცი, საქართველოში აქვს ნაბრძოლი, არა ლორდ კიფანიძეს აქვს 1-2 ბრძოლა საზღვარგარეთ, კაი ორგანიზაციებში, მაგრამ უფრო აქ გამოჩნდება ჩემი აზრით მათი პოტენციალი. ძალიან კარგი. ჩვენი სპონსორია ტალღოვანი პრემიუმ კლასის ჩიპსი ლუდისა. ბავარია არის კიდე ჩვენთან ჩვენი მეგობარი და ალკოსფერო, რომელიც უფრო მძიმე სპირტებით გვამარაგებს ხოლმე, რომელსაც ჩვენი სტუმარი დღეს ვერაფერს ვერ სწავლის წყლის გარდა. ვერც ჭამს, მაგრამ მაგიტო არ ჭამთ. ხო, პირი არ დამიკარებია ძმაო იმისთვის. და მეც როგორ მინდა არ მიჭამია დილიდან. კაი, ეხლა თამაში ვითამაშოთ, რომელიც აქვს მომზადებული ჩვენს უმშვენიერეს ულამაზეს ლალის. მხოლოდ სახელი არის ლამაზი ამ შემთხვევაში მართალია, მაგრამ კანი რატო არა? კანიც მომწონს კი, კანიც. აი, ბიჭო, თქვენ უნდა გამოიცნოთ ტოპ 10 ყველაზე რთული სპორტი მეცნიერების აზრით. მეცნიერების აზრით ყველაზე რთული სპორტს თუ არასწორი იქნებით, ნუ ლაშა ვერ დალევს, მაგრამ თქვენ ბიჭო მოწრუპავთ. მე თუ კითხავ რეალურად MMA-ია ყველაზე რთული სპორტი, მაგრამ რა ვიცი, მეცნიერებს რა კვტი ჭოკითხტ რა ვიცი რაღაცა დებილობა უნდა იყოს უეჭველი. აირჩი MMA თუ ჭოკითხტ. რომელიმე უნდა თქვა. ჭოკითხტ. ჭოკითხტ არ არის. არ არის ტოპაჩიც არ არის ვაფშე ეს არა. MMA. MMA არის მე-6 ადგილას. ოჩაღ ლუკა. რეალურად მეფიქრა ცოტა. აგერჩია, სადაც ხარ ის ჭოკითხტოს რომ მიახდინე. მაგარი თურე ჭოკითხო გონა. რა თქმა უნდა, მანდ იქნება კრივი. კრივი პირველ ადგილას არის. ყველაზე რთულია ალბათ ეს. ყველაზე რთულია კრივი. ანუ იმის პონჩი რა ქვია, ჯანმრთელობის პონჩი ჩემი აზრით ყველაზე რთულია, იმიტომ რომ MMA არა, არა, MMA ხო ის არის რომ მოგხვდება ერთს და გაიშლები ძირს. დამთავრდება. დაგაყოლებენ, მაგრამ თავრდება მანდ. კრივში შეიძლება, რავი, 10 ჯერ დაგაგდონ, უნდა ადგე იმ 10 წამში და კიდე უნდა გწემონ რა. ანუ მაგ პონჩი თავისთვის როგორც ვიცი უფრო დიდი ზიანია. მერე გავმართოთ თუ მინდა ეგ დებატები. აბა ლაშა. სილაში ხტო. ფრენბურთი რა. ფრენბურთი არ არის. უფრო ის იქნება, რა ძალისმიერი რაღაცები იქნება ალბათ. რა გეთქვა მე ჭიდაობა, გეთქვა ძიუდო. კაი ძიუდო შენ თქვენ ჭიდაობა. მე ვიტყვი ფეხბურთი იყოს მოდი. ფეხბურთი არის მესამე ადგილას მეგობრებო. რა თქმა უნდა რთულია ფეხბურთი. ფეხბურთი რთული. კალათბურთიც იქნება სადაც ფეხბურთი რთული. მანდ იქნება ცურვა. ცურვა არ არის. არ არის წყალბურთი? კალათბურთი. კალათბურთი მე-4 ადგილას. რაღაცა გავარტყი. არ ვიცი მეცნიერები რაზე ფიქრობენ. კერლინგი რა თქმა უნდა. კარლინგი არ არის. ამერიკული ფეხბურთი? ძალიან ძიმე. ამერიკული ფეხბურთი მე-10 ადგილას არის. მე-10-ზეა? ნიჩბოსნო. არ არის. ჩვენ ვეღადავებით უკვე. მიდი, დავაი. ვეღადავთ. დავაი. მოდი იყოს ჩოგბურთი. ჩოგბურთი არის მე-7 ადგილას. დარცი. დარცი არ არის. სირბილი. არ არის. ოლიმპიურ სპორტს აწვევა. პადროს ყორსა დაგჭა ეხა შუბი. ბირთვის ყრა. ბირთვის ყრა.
ბობსლეი. ეს არ არის. ფორმულაზის. ფორმულა 1. ფორმულა 1 მეცხრე ადგილას არის. მეცხრე ადგილი ვარ გეტყვი, მეორეზე არა, არ გითხარი. ვიცი. ბეისბოლი. ბეისბოლიც არ არის. მაშინ თუ ფორმულა 1-ია, მან მოტოსპორტიც უნდა იყოს უეჭველი. არ არის. არ არის? არ არის. ბევრად სახიფათო და სახიფათოზე არ არის. ბიჭო, იგივე სიჩქარე შედიხარ ორ ბორბალზე მოსახვევში. იმანაც რთული ხო ეგ არის, რომ მოსახვევში რომ შედიხარ ან 300-ით და 320-ით, ხომ არა, იქ ტანის და G-force-ები ფიზიკა. უფრო მაღალია იქ. ვა. მოტოსპორტზე და სურვა სურა იქ თქვი. ფორმულაზე. სიგურებზე სრიალი. ფიგურული სრიალი. ახლოს ხარ. კაი, შენ დაგიტოვებ მაგას. თქვი? სიგურებს რა არის? ხილამურები. არასწორია. რაგბი. რაგბი არ არის რაგბი. რაგბი რა ნედა. ოკეი. ოკეი, არის მეორე ადგილას. მეოთხე არ გვაქვს თუ? დაგჭათ მერვე ადგილი და ეს რა რამდენად გამოიჭრა. მერვე? ფენსინგი. რუსები მაგრები. რა სპორტში არიან რუსები მაგრები? დალევა. ჭიდაობა, არ არის ჭიდაობა. ჭიდაობა იყო. ქალების ჭადრაკი? ტანვარჯიში იყო მეგობრებო. დავდიოდი მე ტანვარჯიშს. ანვარჯიში რა არის რუსები? ჩინელები. ამერიკელებიც მაგრები არიან. აჰე, ესეთი ბლიცი გვაქვს შენთვის მომზადებული. მე გეტყვი ხა იუთუბერებს. და შენ უნდა მითხრა, ვის რამდენ წამში გათიშავდი ოქტაგონზე. ოკეი. ხო იცი ქართველი იუთუბერები ასე თუ ისე. Soso around the world. 15 წამში. מחარა? საერთოდ. מחარად, გორელია და რაღაცა ისე ხისტი. გენოს ჩაგრავდა რაღაცა პერიოდის სკოლაში და სვაცურს მე ჩემ იმაში მყავდა და ურტყავს უდარიცა. რა, ორი რა, 16 წამი. ვასა? ვასა მაღალია 17 წამი. ერთითო წამით იმატებს ყველაფერზე. კაკო გამოვიცნობ 18? აკოს გავთიშავდი ალბათ 5 წამში. 5 წამში. ეხა ვარჯიშობს სხვათა შორის ხოძზე მოდის. გიორგი კალატოზი? გიორგი კალატოზი აქეთ გათიშავდა ბიჭო. ესე კი უნდა მოყოლ. 40 წამი. ფეხებს შეუვარდებოდი და მე მე რამეს მოუხერხებდი. ტატო ბაციკაძე? არ ვეჩხუბებოდი. არ ჭხუბებოდი. პატივისცემა უფროსებს გათიშვის ის არ არის ხო? ვერ გავიბედი. top 10 respect moments. გოლი უბრალოდ ვთქვი ხო? არა, პირიქით. ასაკშია რა კაცი, როგორ შეიძლება. ოზი? ოზი იქნებს სხვათა შორის ფეხებს ხელებს და კარატისტი იყო. ო არ ვიცი, ჩვენ რო ჭხუბობდით იქით გაშორს. 30 წამში. 30 წამი ოზი? მე 15 ვიტყოდი. ბენი? 3 თუ 4? 40 წამი. ბენი 40? ვერ დაგეთახვები. ჯაჯგურა. ქიმერა? მაგარიაო. ქიმერასთან მაქვს სხვათა შორის გადაობით ეს ნასპარინგები ვიდეოში რა. მაგრამ რეალურად რომ მინდოდეს გათიშვა 15 წამი. ცოტნე გოჩოლეიშვილი. დიდია და მოშნია, ხო? მაგას დამჭირდებოდა ლექიქით სავარაუდოდ. კი, 20 ფეხები წამში ოღონდ სუსტია. ლექიქით. ფეხები სუსტია ხო? კისერი აქვს ამაგიოთ ვერ მოგუდავი ხოლმე კისერი. ხელს ვერ მოაცდე. 30 წამი. 30 ცოტნე. შემდეგი გუნდი შეწერია. მე მიდი დაიკიდე რაც კიდე ის თქვი. არ მეწყინება რომ 10 წამში 25 წამი. 25 წამი. მოიცა 40 ვიზე თქვა. შემდეგი უმშვენიერესი და უსაყვარლესი ლუკა კალატოზი. მე ჩემი წამოვწვევი. ამას დავსვა ღვიძლიდან 3 წამში. კი, კაცო ღვიძლი არ მივარგა. ცოტნეზე ღვიძლი თუ გახვალ. მაგას 2 წამი შეიძლება. იმას დამცავი წამიც არ ისა დაგჭირდეს. ხოაზე ხადი. არა, გამოსულია ეგ მაგარი. რაბანა? 40 წამში, 30 წამში. 20-ში. 20-ში მე. შემდეგი შესანიშნავია. ანანო თოთიაური. ხასხეს არ დავარტყა. აბანას გავტიშავო. შემდეგი. G2G? G2G-საც ვერ გავიმეტებ. ძალიან საყვარელი კაცი. ლაშა გელაშვილი? ლაშა სხვათა შორის ვარჯიშობდა. მე ბოქსზე იყო თუ MMA-ზე ეგეც. მაინც გავთიშო. არა, ეჭვი არ მეპარება მე, მაგრამ ბოლოთა? მე მგონი რომ ყბა აქვს სუსტი და ერთი აბერკოტი რო ავასვა იმენა მოუწყვიდა 10 წამში. ყბა და კუჭი. ბასტო? ბასტო ათლეტურია. ოქტაგონზე რო შეხვიდეთ, 1-5 წუთი ვერ დაეწევი პროსტო. ხო, ათლეტური. სადაც ეს დიხანია გაყვება. დრო და პროსტო ვერ დაიჭირე. ირბენს ხო? რავი. და ან შეიძლება ლაპარაკით ამოგხადოს სული. თები რა, რაღაც თები, ათლეტურია. არა, ეხა ბასტოს ნუ გავამარჯვებინებთ მოდი თამაში. ბასტოს არ გამომარჯვებინებ. ბასტოს კაი, ერთი წუთი. დონდლო იუთუბერს არჩევას მიცემდი ქუჩის ჭხუბში. ქუჩის ჭხუბში ვინც პირველი
დაასწრებს ის იგებს ჩემი აზრით. და დონდლო თუ ხარ, ესე იგი ვერ მოიქნებს სწრაფად ხელს და ესე იგი გაიქცის მაშინ, მაგრამ თუ დონდლო აი, დარხეული აქვს თავიდანვე, განწირული იყო თავიდანვე. განწირულია დონდლო იუთუბერი ქუჩის ჩხუბში. ძალიან მაინტერესებდა ხო, აი უბედნიერესი ვარ ამ ფაქტით, მაგრამ მაგრამ მაინტერესებსო უწერია რამდენ წამში დაავთაფავ მე თურმე, იმიტომ რომ ლუკა არ გვინდაო. მე არ დავთაფავ, შეიძლება გავიგუდო პროსტა. მე რატო დამინდე ესე ძალიან, ანუ მე მართლა ის ხო არ გონი ვარ შენ. მოიცა შევხედო შენ. შენ არ დაწყებო. აუ, გაწითლდა ეგრევე შენ. არ მინდა. 2.5. ეხლა იყოს ან ბოლოს ძალიან აჭერს ამაზე და იყოს არ არა გაჩო. მე შეიძლება გაუწყდე. როგორ ქენი? არა უშავს. აი იმაზე აჭერე. არა, მაშინ ზოგადად ნახე როგორ კეთდება ამ ხელს ყბის ქვეშ აუცილებლად ამას აქ იდებ შენ ბიცეპსზე ასე ვთქვათ და კიდებ ამას თავზე რა. და აღონ რას აკეთებ იცი ესე კი არ ეჯაჯგურებ იმენა უჭე რა. მაგრამ ეხლა ნახე მე რას ვაკეთებ. აქ პროფესიონალი რას ისევს იცი ეს ხელი ხო თავისუფალია. არა აქ დავისწავლე მას. ამ ხელს მოკიდებს და ამაცლის რა. ამართვებს. ხო აი უნდა გამეკეთებინა. ნახე მე რას ვაკეთებ? აი საჩება. და ეგრე აწვევი იქიდან. მე მოგიღიტინებს. მაგას გეცინებო. არ გინდა გურა, მაგრამ არ გინდა გურა. არა, მოდი. ვიდოქში ამ პოზაში არ უნდა მოხვდე ხო? ხო, არ უნდა მოხდე და ყველა ცუდი რა არის, იცი? ზოგჯერ ხო ხდება რომ კისერი შეიძლება დაფარო და ყბას აძლევ. მოგტეხავენ მაგ ყბას ხამზე ჩიმავება ხო, მოგტეხა იმას რომ მოტეხავ ნახე ხო რა სულად გამოიყურებოდა ჩემი რომ ნახე. არა, დავავტავროთ. ეს როგორ რაღაცა იცი? არაფერი. დაჟე ხა აუ იმენა ძალიან ცუდა დღეს, მაგრამ ამას ხო რეალურად მოჭერა უნდა. მოჭერას ვავარჯიშებთ დაჟე რა. კაროჩე, აი ეს გვალი ბურთი. ეს რომ მომიჭრათ ისე რა. გვალი ბურთი გინახიათ დარბაზში, აი კედლებს რო ურტყავენ რაღაცა, აი მაგას ესე ვიჭერთ და ესე ვუჭერთ პროსტა რა, აი პროსტა ვუჭერთ რა. და აი გარი ვარჯიში. ხო და კისერს როგორ ავარჯიშებთ? კისერს ის თავზე რო ტრიალებს ანახი მაქვს. ყველა ეგრე ვარჯიშობთ? კი. ვა. კაი, დავიწყებ მაგას. ანუ შენ ეხლა ამას რაც გაგვიკეთე ჩვენ. ხო. ამას უძლებ შედარებით კარგად და რამე თუ ეს ისეთი რაღაცაა ეგრე რომ სუფთად რა გიყო მერავინ ვერ გაუძლებს. შანსი არ არის ხო? უფრო აი უძლებს იმართლე გითხრა გილატინს ესე რომ იღებენ, მაქედან გამოდრომა ვიცი. აი რაღაც საერად უნდა ეცადო რომ სხვათა შორის უკვე რო ძალიან გიჭერს ფეხების მოძრაობა შორის, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევას ასტრაფებს და მიეწოდება ტვინს და მაქედან გამძრომა მარტივი არის, მელოტი თუ ხარ და სლიპი. და კიდე ბევრნაირი მახშობ რეალურად ესეთი მახშობელაცაა ტრაენგლი და ბევრნაირი რა და ვუძლებ ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ეხა სუფთა რირნი. აი ამას ესე სუფთად თუ ხარ, ნუ შანსი არ არის. ხო, არ ტრაენგლს მეც უძლებ. აი ხა მეორენაირის ეს მიჭირს თორე ტრაენგლს მეც. გილატინს გაუძლებ შენ ჩემი აზრით. იმიტომ რომ აუ კისერი გინავცადოთ ეგეც არ არის რო. არა იყოს. სუფთადლობა. სული მოითქვა შენ და მე გადაცემის მე. ბიჭო, არ ველოდებოდი, ანუ მეგონა რომ ვერ ვისუნთქებდი და არა უშავს. ხან ცოტა ხანი ვერ სუნთქავ ხოლმე რაღაც, მაგრამ ბიჭო, აი ამაზე არ ველოდებოდი ამ ხელა დაჭერას რა. კივა თან ძალიან ხო. ეს ხო ძალიან იმაშოა. ბიჭო, ისაკე სუნთქვა კი არ გეკვრება. რაღაცა სხვა მოგდის შეჭება, ანუ რაღაცას მახსოვს ადრე უყურებდი ან რეალურად შენ სუნთქავ იქ ხვირი პირი ღია გაქვს, მაგრამ ანუ აქ კეტავ, საძილი არტიერებს კეტავ რა. ვა, რამდენ წამში გავითიშებოდი? მედი დავა. ისე მაგარი გზნობაო გამიგია. რა გათიშები? რო იძინებ. არასდროს არ ვარ გათიშული არაფრით საერთოდ ვაფშე. გული წამსვლია მე. მე გულიც არ წამსულია. მე არ დამეძინია არასდროს. მართლა? თუ გინდა გავტესტოთ. არა, გული წამსვლია მე და საშინელი გზნობაა. ო, მე არასდროს არ ვარ ეგეთი ის არ მახსოვს. თუ გინდა გავტესტოთ, კაი დრო არის. იყოს არ გვეძინება ჯერ შუა დღეა. ნოკაუტზე გამიგია ძალიან ცუდი. არა, ნოკაუტ ცუდი იქნება, ჩემი რომ შემოგცხეს და მე რო იღვიძო რო აი ეგ არ გახსოვს ალბათ ეგ უფრო პიზდეცია. ეგ არ გახსოვს მომენტები ბოლოს. ერთმა ბიჭმა მომიყვა ქართველ მებრძოლია, არ უტყვის ახალს მაინც მიჩვენია ბოლო ჩხუბზე გაითიშა რა, ძალიან ცუდად რა. ხო და
კაროჩეო რომ გამომაფხიზდეს იქ ეხა იასნია რინგზევე გამოაფხიზ ზოგს რინგზეც ვერ აფხიზლებენ ხო და საკაცეთი გაყავთ მაგრამ ის ტიპი რინგზევე გამოაფხიზლეს ხელი აუწიეს თავის მოწინააღმდეგეს წააგო რა შევიდა კაროჩე ლაქერომში ყველაფერი რაღაცა დაგრუზულია შხაპი გადაივლო რამე და გამოდის კაროჩე და თავის მაკაც ეუნება რომ წამოეხავ დავიკლოთო წონაო რა და ტიმა კარო დარესტარტა 3 დღის წინ ჩემი ზოლინას იქიდან გადავიდა არ ახსოვდა წააგო ბრძოლა და მორჩა ყველაზე ცუდი ტრავმა რა გინახავს შენ ეს შენი თვალით რომ ვიღაცას რაღაცა მოტყდა ან რაღაცა მოუვიდა ხო ეგ ძალიან ის არის ხოლმე წვივში რო ტყდება ფეხი წვივის ანახავია ხოლმე მე ერთხელ ვარჯიშზე და ალბათ ეგ იქნება ყველასთან იმიტომ მე მოვტეხე და ხელში შემო შენ იმით მოტეხე ჰილჰუკი ქვია ხელში შემომატყდა კოჭი რა ცუდი რა თქვა ძალიან ცუდი რაღაცა აი კალაზე რამდენი თქვი 25 თუ რაღაც ხოთვა აი კოჭებს მიაწვე ეგ ფეხში კოჭი უნდა მოგაარცხა და შეოწერ მაგრამ გათიშვა იყო მან მოგება რა მაინც გათიშვა კოჭი მიარტყა მე მოაჯდა კოჭი არის საზიზღარი კოჭი შენ წარგი ხარ გაგიზრდით არა კოჭი არც ერთი კოჭი და არც ერთი ფეხი კოჭლობით დადიხარ ხოლმე შენ ვის ეჩხუბებოდი რინგზე იუთუბერს ქართულს აი ვინ ქართველი იუთუბერს ვის ეჩხუბებოდი შენ წონაში ბევრი არ არის ახლა ბიჭო რა მე ერთ წონაში ვარ მე და კალა მაგრამ კალას არ ვეჩხუბებოდი კალა ჩამოვიდა შენ წონამდე ბიჭო ხო სადღაც ერთად ვართ რა აი შენ ვის აჩხუბებდი იუთუბერებს ისი ჩხუბენ და მაინტერესებს რა რკენა 3-ზე მეინ ივენთი ვინ იქნებოდა იუთუბერი მე მახარას და კალას ვაჩხუბებდი აი ვის ვაჩხუბებდი რო გეკითხა მაგ პონჩი ვაჩხუბებდი ვიღაცებს ანუ მე ვის ვაჩხუბებდი ეგ უკვე ელიას და სარიშულს აჩხუბებდი ჩემ დროს ეგ ისეთი თემა მეტი არ ვიცი მახარას და კალას ნახავდი სიამოვნებით რინგზე ხო ძალიან გავერთობოდი ბენი და რაბანაც მაკაცები არის ბენი და რაბანაც არა მახარა და კალა არ არიან მაკაცები და მახარა კალა არის მეინ ივენთი ესე ვთქვათ იუთუბერების კარდი რაბანა და ბენი არის მე რაც მოდის და პაჭაპუჭა ბრძოლების ჩავნიშნოთ რაღაცა პაჭაპუჭა ვიღაცები ბიჭო G2G-ს ნახავდი ოზის და ქსენსუსს ჰიტა და G2G ერთმანეთში ჰიტა და G2G ერთმანეთში ძალიან მოკლე ჩხუბი იქნება ძალიან ცუდი ჩხუბი იქნება შემი აზრით არასანახაობრივი ყველანაირი ვინ არის ეგეთება აი მოგზაურებს ვაჩხუბებდი ერთმანეთში კიდე არ არის პრობლემა წონებით არ ემთხვევა ეგრე ნუ გიგი და სოსო ალბათ წონებით გიგი და მაგრამ გიგი უფრო ხოძეა კაკოს იმასთან ვაჩხუბებდი ვასასთან მაგათო ეჩხუბეს უკვე შიდა და პერსპექტივები უფრო ხო ერთმანეთში ვაჩხუბოთ რა მაგათო ეჩხუბეს უკვე და ვინც დარჩა ჰანგრიმენში ისინი ვაჩხუბოთ ერთმანეთში გუგა და აი გუგა კაი ის არის და აი ამას და გუგას ვაჩხუბებდი გუგას და გუგას ხო მაგარი ის არის კარდია ეს მოუგებს აუ ეგ რო გაიგოს ახლა იმა ხო ის ვა რა გაიგე გუგა რა თქვა რა თქვა შენ ჩემი ახლა ვერ დაინახე კამერის უკან ესე აკეთებდა რა გინდა შენს გაჩხუბებთ ხო ლალი შენს გაჩხუბებთ დავდგეთ ბაზარი არა როცა გინდა просто ახლა არ მცალია ეს დღეები შენ ვისთან შევარდებოდი რინგზე არავისთან მე არავის ცემის მოამი არ გაქვს არა მარტო რაბანა ბასტო მახარა ოზი და 1-2 კაცი მეტი არავინ და გუგა ტეტრისი 1-4-ზე ტეტრისი მოვიდეს ეგეც საინტერესო იქნება სხვათა შორის ოქტოპუსი არხი არხზე რო ვიჩხუბოთ ხო არ გინდა შემთხვევაში წონებში ისეთი აცდენაა რომ აი მარტო წონე არის თქვენი წონა შეჩემო ერთმა თავზე თუ დააждებია და სიმაღლეში იყოს რაღაცა არა კაი ქარდი გამოვიდოდა ჩემი აზრით არა კი იუთუბერებს გასაკეთებელია კი კაი ეხლა ესეთი კითხვა მაქვს მე ვინ არის ისეთი დიდი მებრძოლი შენთვის MMA-ში ვისთანაც აი სიამოვნებით ვიჩხუბებ სულ ერთია ნებისმიერი რო არჩიო რა სიამოვნებით ვიჩხუბებდი იმის მიხედავთ რომ შეგიძლია ანუ წინასწარ ვიცოდე რომ შეიძლება წააგო აი ვიზე გაქვს მუღამი რა ისლამ მახაჩევთან ჩხუბი მინდა ანუ გევასება და მაგ მოჭი გინდოდა თუ მახაჩევი მაგრამ მევასება ვიცნობ პირადად ვიცნობ აღარ ჩემს რაღაცი კი არა ლაივში მყავს ხშირად ნანახი UFC PI-ში ეს UFC PI არის ლას-ვეგასში ესეთი facility-ია სადაც UFC-ის მებრძოლები ვარჯიშობენ იქ არის კაფეტერია რაღაცა და UFC მებრძოლს შეუძლია რომ შეგიყვანოს გუნდელად რა და მე რაფს ხშირად შევიყვანივარ და აი ძალიან რესპექტფულ როჟაა რა აი ყოველთვის რო ესალმება მე რაფს მეც და სხვათა შორის fight week-ზე მახაჩევი რო ჩხუბობდა ცარუკიანთა რო ემდა ეჩხუბა მე რაბი ხო უმარს ეჩხუბებოდა და წარმოიდგინე ეგ ორი ხო ბავშვობის ისინი არიან უნდა fight week-ზე ვიყავით ლოს-ანჯელესში სასტუმროში
როგორც ვიზახი, ყველა მებრძოლს უშვებენ ერთ სასტუმროში, იქ ხდება გადაკვეთები და იქ მოძრაობდი მერაბის მაიკამეც ვარ რაღაცა რამდენჯერ მარტო ყოფილ ვარ ლიფტში და ეს მახაჩევი გაჩითულა თავის კომანდასთან ერთად, იცის რომ ეხლა თავის ბავშვობის მეგობარს უმარს აქვს მერაბთან ბრძოლა, დაუნახე ვარ მერაბის მაიკი და ის ძალიან პატივისცემით ხელი ჩამოურთმევია ჩემთვის და მერაბთანაც თვითონ სუ პატივისცემით და რაღაცა და ძალიან რესპექტფულ როჟაა რა, humble ტიპია ძალიან რა. სტილით ძალიან მომწონს, ჯიუდოისტი იყო. ანუ ვიცი, ვიზუალურადაც მომწონს. სამბოსაც და ჯიუდოსაც. ეგ გევასება, მაგალითად ეხა UFC-ში რაც ხდება, რომ ეს მოჭიდავეების იდეაში რა, ამათი ის არის ეპოქა რა. მე მაგალითად მგონია რომ ცოტა სანახაობას კლავს რაღაც მომენტში MMA-ისთვის. კლავს, აი ქვემოთ თუ არაფერი არ ხდება და აი პროსტა დაჭერაზე არის. ძალიან ბევრი ბრძოლა არის ბოლო დროს ეგეთი რომ ვიღაცა აი ქვემოთ თუ ლამაზი ჭიდაობა მიდის, ჩემე ძალიან მომწონს ლამაზი ჭიდაობა, ანუ ეს ჯიუ-ჯიტსუ სტილი რო არის რა, ეს ტრიალის, ჩატრიალება, საბმიშენების ცდელობები, რავი. ხომ არ მაგას არ ცდილობენ ხომ ზირთად კონტროლს ცდილობენ ხომ მარტო ხო რომ და მაგაზე პოზიციას კარგა. ხო და აი კონტროლი რომ იმიტომ რომ ქულა დაიწეროს მაგით და რაღაც მაგაში ეგეთი რაღაცები მე მაგით არ მომწონს. ის მე მირჩევნია რა. როცა თვითონ ოქტაგონში შიგნით შენ ხარ გირჩევნია რომ იწვევ მთელი 3 რაუნდი. ყველაფერი უნდა ქრა რომ მოიგო რეალურად რა. მესმის რატო არ რისკავენ და რატო იბძვიან ესე რა. ანუ იქ შედიან მოგების გამო, იმიტომ რომ ხაზზე დევს, მაგიდაზე დევს კარიერა მაგათი, რა ვიღაცის ნული არის. არა, ბაზარი არ არის ხო, მაგრამ სპორტი მაინც ხო თავი ბოლო ყველა ორიენტში სანახაობის მომენტი. ფეხბურთსაც ხო მაგიტო მაგრად დღეს ვიძახი. ხო, მაგრამ ვის საშუალებასაც გაძლევენ იმას აკეთებ, ანუ სპორტზე მეტად ბიზნესია დღესდღეობით. თუ რა სახელი არ ფოლოვერები არ გყავს, ნახვალი ტიპი არ ხარ, ძალიან underrated ხარ და underpaid ხარ. ანუ რეალურად MMA-ში საერთოდ ფინანსები არ არის, აი საერთოდ. რო გეუბნებიან რომ შეგიძლია იჭიდაო და ამით იგებ იჭიდაოებ, ანუ რატო არ იჭიდაოებ? იმიტომ რომ ვიღაცას ჩავარტყა და მარტივად ხო. მარტივ თუ მოგება გინდა მაგას აკეთებ რა. ბიჭო, აი ხო მაშინ გითხრა რომ არ იჭიდაო ეგრე. აი მარტივად გეტყვი რა, პერეირა, ხალილ რანთრი არის ჩვენი გუნდელი, შავკანიანი ტიპი რო არა, პერეირას ებრძოლა. ძალიან მაგრა დაუდგა და კაროჩე მე საჯების ის ქულები რო დაიდო, 5 რაუნდიანი ბრძოლა იყო კამარზე. 3 რაუნდი მოგებული ქონდა ხალილს. ანუ 2 რაუნდი რო გაეკაჩა, всё, მოგებული ქონდა რა. ის 2 რაუნდის რო პერეირას მოეგო, იგებდა. ეს ხალი არის ეგეთი ტიპი. არის მუაიტაის მებრძოლი და კაროჩო პერეირას თუ დგომში უდგებიო, შანსი არა ვიჭიდაო რა. და დარბაზში საერთოდ არ ეჭიდა. ამინან გოგოლაძე იყო მაგ პერიოდში ჩამოსული ლას-ვეგასში. ამინანი იყო მის სპარინგ პარტნიორი და ამინანს რამდენჯერაც გადაყავდა. ჩვენი მწვრთნელი აყენებდა ფეხზე, რომ ნუ ეჭიდავებიო დგომში ედექი სულო რა, არ უნდაო ჭიდაობაო, იმანუ თვითონ ამ ხალილმა თქვა სიმკაცრით რა. 3 რაუნდი მოგებული ქონდა ტირს და მეოთხე რაუნდის ბოლოს დაანოკაუტა პერეირა, იმიტომ რომ დგომში დაიღალა, ვეღარაფერს ვეღარ ქაჩავდა, იგივე პროხასკასთან და ეხა შეხედე რა თემა, მაგ დროს შეეძლო, რავი, ამ ხელა დონეზე რო ხარ და კამარზე ბრძოლობ. აჭიდავებულიყო, მე მაგალითად ჩემი პლუსი რა არის და პლუსი რა ტაქტიკა, ტექნიკა, დიდად გომის მებრძოლი არ ვარ ისედაც ჭიდაობას ვცდილობდა დასამიტებას ხალხის, მაგრამ ჭიდაობაში ვისვენებ. ეგეთი სტილი მაქვს რა, თუნდაც იქ კედელთან კონტროლში, ქვემოთ კონტროლში, მაგრამ ისვენებ რა. და ტიპს ერთი ტეიქდაუნის მცდელობა არ ქონია, ისე დათმო ეგბრძოლა წააგო რა. და შესაბამისად, შოუ კი დაგვიდგა, მაგარი ბრძოლა გვაჩვერა, მაგრამ თვითონ გათიშეს. ილია მაგიტო არ ევასებათ რომ კარგად ჭუობს ფეხზე. ხო, ეგ მევასება რა, მაგრამ რა. მაგაზე სანახაობრივი ეგაა, რა თქმა უნდა. სპორტ რამეს რო უყურებ, მინდა რომ სანახაობა იყოს რა იდეაში რა. ისლამზე თქვი შეღანდა ის რო არის send to 3 years დაგესტან რამდენად მართალია ეგ? მაგარ თუ მიმია პროსტო. არა, მართალია რა, იმიტომ რომ რავი, დაღესტანებს მართლა მაგრები ყავთ გინდის თავისუფალში რო აიღოს სადულაევი და მართლა მაგარი დონის მოჭიდავეები ყავთ. აი მე პირდაპირ ვიტყვი, ვისაც უნდა ეწყინოს, ვისაც არ უნდა არ ეწყინოს. ეხა მე თვითონ საქართველოში კემს აქ გავდივარ, იანვრიდან მოყოლებული, კმაყოფილი ვარ ბაზარი არა, მაგრამ ეხა მე რამ არ უმარს მოუგო და რაღა ეს მიმი Centurions დაგესტა რომ გადააკეთეს Centurions Georgia and forget არ არის ეგრე რა, რეალურად რო ვილაპარაკოთ, ბაზარი არა, რესპექტი, აგიტოცებ და ყველამ უნდაც ეს პატივი ჩემი აზრით ჩვენს მებრძოლებს UFC-ში რომ საქართველოს დროშა გამოაქვთ ეს ქართული კულტურა ყველაფერს აჩვენებენ, მაგრამ მე რამმა MMA
ფაქტიურად ამერიკაში დაიწყო, აქაც ბრძოლობდა რაღაცებს, მაგრამ ამერიკაში ჩაატარა მისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა, მანამდე სამოყვარულო ბრძოლები ჰქონდა საქართველოში და ამერიკაში ჩამოყალიბდა რაც არის და ისწავლა. ასევე ანალოგიურად გიგა ჭიკაძე ევროპაში ბრძოლობდა kickboxing-ს და ამერიკაში გადავიდა და ამერიკაში ცხოვრობს რამდენი წელია, გურამ ქუთათელაძე შვედეთში, რომან დოლიძე უკრაინაში იყო ერთ-ერთი მაგარი ორგანიზაციის ჩემპიონი და უკრაინაში ვარჯიშობდა და რეალურად ყველა UFC-ს მებრძოლი ვინც გვყავს, ილია ესპანეთი. აქ არავინ აქ არავის არ ვარჯიშია და არავინ არ არის აქ გაზრდილი. დამბერი კაი ქართველი მებრძოლები ყავს, ვინც აქ ვარჯიშობენ და იმედია გაიტანენ ამ ქართული ბაზის მომზადების დონეს საერთაშორისოზე, მაგრამ ჯერჯერობით ვინც UFC-ში ყავს, რეალობა ეს არის, რომ არიან ის ხალხი, ვინც ემიგრაციაში გაიზარდნენ და ეხა სენტ-ლუისში, ჯორჯია, ჯერჯერობით არ ყავს მაგის მაგალითი და დაღესტანელებს, რამდენიმე ბრძოლი ყავთ UFC-ში, რამდენი ჩემპიონი, მართლა ჭიდაობით ცხოვრობენ, თან მუსულმანები არიან და ძალიან ისეთი რელიგიური ხალხი არიან, მართლა მაგათთვის მარტო ჭიდაობა, რავი, აკუნიდან ჭიდაობენ რა, ხო ხდები და ნაღდია რა. ხო და 2-3 წელი რამდენად საკმარისია. გურამ არა წავიდეს 2-3 წელი, ისწავლის კარგად. 2-3 წელი საკმარისი არ არის. ხო, ანუ მიმია მაინც. მიმია. ეგ აინტერესებდა გუნდიშას, აპირებდა წასვლას და კარგად იქ მოუხდა ძალიან როცა უთხრა იმას დისის როუნ. ხო დისის ინტერვიუში არის თუ რაღაც. კაი, ეხლა ის რა ქვია, გათამაშება გქონდა წინა გადაცემაში, გადავცემთ ხოლმე მაყურებელს, ვინც მოიგებს, რასაც გვაქვს ხოლმე გათამაშება, წინაზე მაგალითად გქონდა, რომ ჩემთვის და ცოტნესთვის უნდა შეერჩიათ ისინი ზედმეტ სახელები, როგორც აქვს თუნდაც რეპერებს. ჩემო მშვენიერესმა მოარჩია და ეხლა ვნახავთ ვინ მოიგო ესეთი ნაკრები, ლუდის სასჩიფსის ნაკრები და ლუდი არის კიდევ და მოგცემ და შაბათ საღამოს შეგიძლია დააგემოვნო. აუ ეჭველი. მანამდე ვიცი რომ ვერ მიეკარები. აუ კაი სუნია. ცოტა მოიმატე ხო ეხლა? ცოტა შორს ხوار დავწვა. მომატა. არა, ახლა ამ ხელას თუნებას მე მაგალითად ვერ გავუძლებდი, არ აქვს. ხო, გეტყობა შეტა. თვალშორის ერთი კვირის წინ ცოტა ისე ვიყავი რა, ერთი კვირის წინ ვიყავი 77 და მეთქი ერთი კვირი რა ადრე ვიძახი რომ აუ ჯერ 77 ვარ, არ მაქვს სადარდებელი. ეხლა 76 ვარ. ხო და ცოტა დიეტას გადავაჭარბე რა, ანუ ოღონ რა მხრივ გადავაჭარბე. ვჭამე ქათმის ვრეპი ძალიან ხელ ლავაში, საერთოდ კეჩუპის და მაიონეზის გარეშე და 3 კილო ამივარ და ეგრევე გავიჩიტე 79 და მაგის მერე ეგრევე კიდევ დიეტობ და ძლივ ჩამოვედი, ეხლა 76-ზე ვარ. ასე რომ 75 და 600 ვარ ეხლა, ასე რომ აღარ მინდა ცნუნებას. აუ ნადირა ცოტნე 50 კათხა გუნდიშა დოქტორ სპირტი. კაიზე ცოტნესი მომეწონა. ხო, შენი არ მომეწონა. გუნდიშასაც ცოტნეს რეპერული სახელები, ჰაირლეს და ღვიძლეს. ღვიძლესი რომელია? ღვიძლესი რომელი იქნება? სახეზე რო ეთყობა ღვიძლის იქნება. რეპერული სახელები, ცოტნე კოჭოია, ქუთაისური ამის და გუნდიშას მელოტი ბაიკერი. მელოტი ბაიკერი რა არის? და თან მე მელოტი არ ვარ. უბრალოდ თავი მაგადაფარსული. შვენიერი სახელები ეს იყო. იყო სულ, ეს ვინც თქვენი კომენტარი იცანით, შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენ ლუდისას Facebook გვერდზე და გეტყვით რაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი მოგებული პრიზი. ლუდისას და ბავარიას ნაკრები. ეხლა გათამაშება იქნება ყველაზე არასასურველი ან ისეთი სიმღერა, რომელიც ვოლკაუტზე არ ივარგებს. და რატომ ეგეც უნდა დაწერო? და რატო არ ივარგებს, ეგეც უნდა დაწერო. წინა შემთხვევაში ვერ მოიგებთო. დაგვიწერეთ ეგეთ სიმღერები, რომელიც არ ივარგებს ვოლკაუტზე. ჩვენი ვერსიები იმას ვქენით, რა ქვია. ჩამოყარეთ და თქვენ შეგიძლიათ ჩამოყაროთ. Baby Shark-ი იყო უკვე და აღარ დაწერეთ. თამაშიც გვაქვს, გუნდი? კი, ესე თამაში გვაქვს. ესე უწერია ჩემ უსაყვარლეს ლალის, ახლა პირდაპირ წაგიკითხავ რა. რკენა 2-ზე გამარჯვების მას შემდეგ რაც 3-0 გახდი, 4-0 უნდა გახდეს წესით, იმიტომ რომ 3-0 გაქვს ეხლა, ხო? მეც გამიკვირდა ეს 4-0 მე 4-4. 4-0 გახდი. შენს ანგარის უნდა შენ კაი კრამატი კიდე. წვეულება უნდა მოაწყო და გაქვს მხოლოდ 15 ლარი. არის 5 კატეგორია და ჩამოგითვლი რაღაცებს და ეხა ისე დახარჯე რომ შენი წვეულება გამოვიდეს კარგი მაქსიმალურად. ანუ რას ანიჭებ პირატებს მაგებს გავიგებ. დავიწყოთ იმით სად უნდა ჩაატარო. დიდ აუსთან ბაიტზე სადმე აგარაკზე 5 ლარიანია ეს. 4 ლარი კორპუსის დიდ ბინაში, 3 ლარი ხრუშოვკა, 2 ლარი გარაჟი, 1 ლარი
სპორტის სასახლეში, იქვე გასახდელში. ბაითი. მოიჭვი. 10 ლარი დაგჭირდა. 10 ლარი დაგჭა, 5 ლარი გაიქნია ესე. ბიჭო, 5 ლარი სხვათა შორის ბაითი და ის და რაღაცა გაიქუშია. სასმელები რა უნდა იყოს? 5 ლარი ყველანაირი ალკოჰოლი და წვენი, 4 ლარი არაყი და ენერგეტიკულები, 3 ლარი მხოლოდ ლუდი და წვენები, 2 ლარი მხოლოდ წვენები და 1 ლარი წყალი. წყალი ამოვიღეთ პირდაპირ. არაფერი არ დახარჯოს და ისე იყვნენ სასპელები. რეალურად after-party დალევის თემა. ბაითი მაგ 5 ლარად ყველანაირი ალკოჰოლი. 5 ლარი გრჩება მე. მე რა დამჭი. იქნებ ნაშობა და ისე. აჰა, მივადექით დაშობას. გართობის საშუალებები 5 ლარი. სტრიპტიზის მოცეკვავები, PlayStation-ი, ბილიარდი, ბირპონგი, DJ, ილუზიონისტი. ეს 5 ლარში შედის ეს ყველაფერი. აუ, ჩემ. 4 ლარი ყველაფერი გარდა მოცეკვავეებისა. 3 ლარი ყველაფერი გარდა მოცეკვავების და DJ-ისა. 2 ლარი მხოლოდ PlayStation და ბილიარდი და ბირპონგი და 1 ლარი მხოლოდ ბილიარდი და ბირპონგი. 1 ლარი. 1 ლარი. ის არის ბაითი არის, სასმელები არის და ბილიარდი ბირპონგი. ყველა თავისას გაისწრებს. თქვენ დაგჭირთ 4 ლარი მან გარიშზე. აი ხა გადავედით სტუმრებზე. 5 ლარი სტუმარი ვეღარ ეყოლება. 5 ლარი სტუმარი ვეღარ ეყოლება. ანუ ჯონ ჯონსი არ იქნება. სიაში ვერ მოხვდებიან. მერაბ დვალიშვილი. ძმები დაფურიები. ნინა დრამა. ოჯახის წევრები და მეგობრები. აბა ვიმარტობე ვარ. 4 ლარზე ამოვაკლდება. 4 ლარად. მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები. ოკეი. 3 ლარი მხოლოდ იუთუბერები, 2 ლარი მხოლოდ ტიკტოკერები და 1 ლარი მხოლოდ პრაიმ ჰაუსელები. ვაიმე. არავინ არ იყოს, მარტო იქნება. ეხა ბაიტს შეცვლის ჩემი აზრით და არა, 4 ლარი. ოჯახი და მეგობრები. აი, ეხა ლარიანი დაგიმატეს, 4 ლარი გაქვს დარჩენილი და ლარიანი დაგიმატეს აქ და ბოლო კატეგორია არის ვინ უნდა იმღეროს და გაგართოთ. 5 ლარი Imagine Dragons-ი, 4 ლარი გამოუვალი მდგომარეობა, გამომაზე. 3 ლარი გია სურამელაშვილი, ძალიან კაი რო გამომაზე. 2 ლარი ნიკოლ შოუ ძალიან კაი რო გამომაზე. და თქვენთან იმღერებს ხატია წერეთელი 1 ლარი. ვიტოვებ ლარიანს. არ უნდა და დამატება იმის. რო დავიტოვებ ლარიანი არ დამიმატო. მე მოვაწვა მე ვიმღერებ. კაი ფარტია. მოიც ანუ გამოვიდა რომ ფულ ეს არის პარტია. ფულ ბაიტზე. კაი სასმელები. ყველაფერი არის საერთოდ. ხატია წერეთელი მღერის იქით თავისთვის და მეგობრები და ფულ და ის ბილიარდს თამაშობთ. ხალხი ძვებს ვართ რა თქმა უნდა. არც სტრიპტიზი არ მინდა არც. ერთი ბოდიშს მოვხდი მერაბს და ნინას და ილია დოფურიას და ყველას ვინც ვერ მოხდნენ. გააჭირვება ეხა რა. არა, ბაითი არჩია. თქვენ საერთოდ პარტის თავიდან დახამდა ბიჭო იმას. აუს და ხრუშოვკაში რა ვერა ეხა. კაი ხრუშოვკაში. ეგ არის ბიჭო გაჭირვებაში უნდა იყოს. გარაჟი მიყვანას ძმაო, ჯობია. გარაჟი რა გარაჟია რა იცი ახლა. ეგეც არის. დიდი მაგარი. გარაჟებში ვარჯიშობს თელი თბილისი. გურამა ამბობდა სხვათა შორის რომ ხატია წერეთელი თუ იქნება ნაშობა ისედაც იქნებაო და ხო, შენთვის კარგია ეგ. ესე იგი ნიუსები გვაქვს გონდი ეხლა. დაიხარე ჩემს. კვლევის თანახმად TikTok-ის და YouTube Shorts-ის ყურება twins 5-ჯერ უფრო დიდ ზიანს აყენებს ვიდრე ალკოჰოლიო. მაგას არ მომბობდი მე. შეიძლება გააჩნია რამდენს სვამ და გააჩნია რამდენს უყურებ. მე მაგარი დამოკიდებული ვარ რა, იმინა. სკროლაზე? ხო, ზა. ყველა ეგრე ვართ ალბათ ხო? აი ლუდი და ალკოჰოლი არ ამგონია იგივე დამოკიდებულას იწოდეს, ნუ გააჩნია ადამიანს. ნუ არ არის კიდე კაი დღეს ის ადამიანი. გააჩნია. ხო. რა ვიცი. ჩემში არ იწევს ალკოჰოლი არანაირ დამოკიდებულება ყველაფერზე ძალიან ცუდია რა შეიძლება თქმა უნდა. ასაკის თემა აძმებო. არა, ნუ ადამიანია რა, კაცია და გუნება. ორივეზე დამოკიდებულება ცუდია ძალიან. დოზა თუ იცი, ყველაფერი კაია და ეგ მესმის რატომაც, იმიტომ რომ სულ სკროლვაში თუ ხარ ჰიპერაქტიულად მიეწოდება შენთვის რაღაცები და თან კონცენტრაციას ვერ ახდენ რა რაღაცებზე მე. ინფორმაცია შედის დოპამინის ის არის. ალკოჰოლი უფრო ძალიან ჯანმრთელობაზე გირთყავს. მენტალურად. ინზეც ძალიან ცუდი. ალკოჰოლის დიდი დოზა ძალიან ცუდი, ტვინისთვისაც ძალიან ცუდი ბიზნესია. წინაზე, ორივე ერთად წინაზე ქონდა ხო ის ნო ჯენზი პირველი თაობა არის, რომელიც წინა თაობასთან შედარებით უფრო დაბალი IQ-თი გამოირჩევა. ოღონ ჯენზის ახალი თაობა, იმიტომ რომ მე ბოლო ვარ ჯენზის ბოლოს რო იწყება იქ ვარ და შენ რომ მოწლენი ხარ?
2001-იანი. ხო, აი ჯენზია, მაგრამ ესეც აქეთ უწევს. იქით არა. უფრო დასაწყისში. მე ეხლანდია თაობა. 96 წელი დაიწყება. ეხლა ვინც არიან 16-17 წლის ბავშვები, მაგრა ჩამორჩებიან. არა, მე ესე არ ვიტყოდი ხა, მაგრამ ყველას ჩვენი პრობლემები გვაქვს, რა თქმა უნდა. არა, ორივე ძალიან ის არის. ორივე პრობლემა TikTok-ი და short-ები საერთოდ ვაფშე რა ძალიან პრობლემაა. დალიეთ ბავშვებისთვის. და ნუ ბავშვები. მაგათმა ჯერ არ იციან, ხო, ალკოჰოლის მიღება ჯერჯერობით არ შეუულიათ წესით. საშინელება. ხო, არა, ორივე ცუდი არის. უზომო TikTok-ში ორივე ცუდი ერთად და ზომიერად და რაღაც თავის მომენტში ორივე კაი რაღაცა. კარგი, შემდეგი ნიუსი არის, წონის კლებაზე ვსაუბრობდით და მაგარი ნიუსი გაიჩითაო ლალი, აგერ მეუბნება ყურში. ამერიკაში დაიბადა 5 კილო და 900 გრამიანი ბავშვი. ნახეთ რამხელა ნორმალ ბავშვთან შედარებით. ეს იქნება მომავალი სუმოისტი. ეს არის ვახტანგ ბოლოთაშვილი წონის კლებამდე. ხო, ძალიან დიდი ბავშვია. პოზაში არის თან იმის ზუსტად. ხო, პირდაპირ უნდა დაეტაკოს ვიღაცას. გაეკანოს ვიღაცა შეასყდეს. რაღაცა მახსოვს, რომ ძალიან დიდი ბავშვი დაიბადა ჩვენთანაც. აი 5 და 6 კილოა. ხო, მაგრამ გეუნე მახსოვს რა ეგეთი დიდი ის. არა, როგორ ატარებდნენ მუცლი თამაში. გააჩნია ვინ ატარებდა ხო. დედა ალბათ. ეს ნიუსი გავრცელდა, რომ კაცები, რომლებიც ქალების რჩევას ითვალისწინებენ, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენო. და რა გინდა? არა. აქაც გააჩნია ხა, რავი, რანაირი ნიუსია. გააჩნია რა ის არის. ვინაა ქალი, ვინაა კაცი და რა რჩევებს გაძლევს. იმიტომ რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში თუ ხარ და გეუბნება რომ გათახსირებულო და რაღაცებს გიწვეთებს ტვინში. არ ვარ გაეს ყველაფერი. ბოლო რჩევა რაც მე მახსენდება. რაც ქალმა მომცა. რაც ქალმა მირჩია. დამირეკეს იქიდან აიქოს ეწევი და მაქედან დამირეკეს და გამოკითხვა გქო პატარაო და კარგი მეთქი და რამდენს ეწევი დღეში? შეიძლება ნუ ერთი ბაჭკა ნახევარი მეთქი შეიძლება. სხვა რამესაც თუ ეწევითო, ნუ ელექტროსიგარეტსაც ეწევი მეთქი ხანდახან და არ გინდაო. ეგო არ ვარგაო. ელექტროსიგარეტი ძალიან ელექტროსიგარეტი არის საშინელება, მარტო აიქოსი მოწევდა. ეს იყო ბოლო რჩევა და არ ვიცი რა დაუჯერო არ დაუჯერო. ჯერჯერობით არ დამიჯერე. ჩემეთ არ დაუჯერო, იმიტომ რომ აიქოსის საშინელებაა. ანუ ისეთ ცუდი სუნი აქვს, რომ ანუ შემიძლია დაუჯერო და მიაზე გადა. ვაფშე არ დაუჯერო. ვაფშე არ დაუჯერო არაფერზე და არც ის მოწიო და არც ეს მოწიო. არა, არც ეს. ხო, არა, ქალმა, საყვარელმა ქალმა კარგი უნდა გირჩიოს, მაგრამ რავი რა, ანუ ეხლა ძალიან მაგის ჭკუაზე არ უნდა იარო. არა, ქალის ჭკუაზე მოიწე. გრუზინულად გამომივიდა, ხო? არა, და ეგ ფრაზა მეთქვა, რომ აი ქალის ჭკუაზე კაცმა არ უნდა იაროს, მაგრამ არა, ჭკუაზე არ უნდა იაროს არავინ კაცო, ყველა ინდივიდი უნდა იყოს თავისი ადამიანი და ეგ ეხება კაცსაც და ქალსაც. არა აქვს მაგ სქესს არ აქვს ნიშნულობა. ჭუე ხა ხო სამი ბრძოლა მაქვს ჩატარებული ამერიკაში დაკავებული ვარ ამ სპორტით უკვე რა ვიცი 3 წელია. კენაზე ვაქ ხა ბრძოლა საკმაოდ ისეთი ორგანიზაციაა ხოაზე ხარ ანუ 10,000 კაცი მოდის არენაზე რაღაცა სეტანტა სპორტი რეკლამებს რაღაცა ვემზადები კემპში ვარ და დედა ჩემი მეუნება რომ არის ხო ვარ გინდა და შენი არ არის ეს სპორტიო. კემპში მეუნება აი ხა ვის გაუხარდება რომ ის რა ქვია თავიშვილი უნდა გავიდეს იგივენაირ ტიპთან ვინც ისე ემზადება ყველა დედას ეგ იქნებოდა როგორც შენ ემზადები იმისაცემად ეხლა აკი YouTube-ზე რა გინდა კარგად იყავი ხო კაი ვლოგები კაიაო კაია ეგ არა ეგ ძალიან სიყვარულით რჩევა მე არ მირჩევენ ხოლმე არაფერს შავდე idеალური ვარ ისედაც ლალი კაი ბოლო ნიუსია დღეისათვის რომ ამერიკაში ცხოველების წამება 7 წლამდე პატიმრობით განისაზღვრა. ყველანაირი წამება? იცოდი? არ ვიცი. არ გიწამები არაფერი. ცხოველებს 7 წლამდე კი არა, უნდა ჩააყუდო. ახულობ ამერიკაში ცხოველებს, ანუ აქ რო ძალიან ბევრი უსახკარო ძაღლი და კატა. UFC-ში რამდენი ცხოველია კაცო? ანუ სულ ზოოპარკში არ წახვედი ამერიკაში. ისინი მინახია. ირემი გადამიხდა ერთხელ საზევა რა კიდე კაი მოვასწარი გაჩერება ასე რომ ანუ არა შენ ვეგასში ხარ ხოლმე ხო ეხლა ლას ვეგასში ვარ ო ვეგასში არის ნებია არ არის არაფერი რა ხო უდაბნოა და მორიელი მინახია მაგების წამება შეიძლება და კიდე ბიჭო ჩვენთანაც არის ეკანონი წესით ხო რომ რაღაც მაგრამ ეგეთი ფაქტებიც ყოფილა რომ ხო ფეხებზე დაუკიდებიათ საერთოდ რა მაგაზე არაფერი არ მუშაობს რატომღაც რა არის თვლება დანაშაულად რატომღაც თორე წესით კაია 7 წელი просто
არა, მომენტი. მაინც ცოტა არ არის ხო? ბევრად გამოიყურება, მაგრამ ეგეთი ნაბოზარი არსება რო ხარ რაღაცას შეგიძლია ცოცხალი არსება აწამო 7 წელი, მომენტი რო დაუკვირდა, მე უკვე აღარ მეჩვენება ბევრად. კეთახმა. ძაღლი რო რატო უნდა აწამო ეს საყვარელი. სადისტები არიან ვიღაცები. არა ხო, ანუ კაია, კაი ეს არის, ყოჩაღ ამერიკა. კიდე რაღაცეებისთვის ყოჩაღ. მისტერ ტრამპ. ამ ხიო ნოტაზე ჩემო გიორგი. გავედით ბოლოსკენ. წარმატებები გვინდა რომ გისურვოთ. შენსკენ ვართ რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში. იმედია რომ კაი ბრძოლა გამოვა იმის მიუხედავად რომ ჩაიხსნა ეს ვინც უნდა ყოფილიყო. ახალი მოწინააღმდეგე მყავს ასე რომ რა თქვი, ის ყაზახი იყო, ეს არის ის უზბეკი იყო. აი, ის უზა და ეს არის ყაზახი, ხო? ამისთვის ერთია ეგრე ყველა. უზბეკეთი, ყაზახეთი. ჩვენგან წარმატებები და გიყურებთ იგულშემატკივრებთ რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ რომ 4-0-ზე უნდა გაგიხდეს. ხო, ეგ მაგისთვის ემზადებიოს. შენი კენაში. აი, რაც არ უნდა იყოს, იმაზე იფიქრე, რომ ამდენი დავიკელი ტყუილა ხوار და აი იქ ჩიფსის არ უჭამე, იყო ესეთი მაგარი ჩიფსი და ლუდი არ დავლიე იქ რაღაცა, გახიეთ სემით, რომ მაგის გამო შიმშილობდი. ჩვენც იქ ვიქნებით და მეორე დღეს უეჭველი ხო, ამას ვატარებთ. ვაგას აღდგენა ხო ჭირდება. მეორე დღეს ეგ სადაც ინგლისში იждები უეჭველია შანსი არა ჩიფსი ძალიან მეყურს. ეგრევე მე ხო შეიძლება რომ გაახსნილო და აიშვა ხო? ეგრევე. არა მოვიმატებ ერთ 12 კილოს ალბათ. ერთ დღეში. კაი, მადლობა მაყურებელს რომ ვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ბოლოს სტუმარი ამბობს ხოლმე ჩვენთან სადღეგრძელოს. ან რამესო, რავი, ეს ეხლა მოიგონეს, ან რამესო. თუ კიდე რამე გითხარი. იმიტომ რომ არაფერი რო არ გაქვს სასმელი და ალკოჰოლური. მაგიტო. მადლობა მოწვევისთვის, კაი საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და 14 მარტს გელოდებით თუ მოხვალთ რკენაზე ძალიან გამიხარდებით. იქ ვიქნებით შენ კუთხეში. მოგცეს ისე მართლა? ჯერ არა. მიცეს ბიჭებსო. მიცეს. არა, ჩვენთვის არ მოუწევთ. ვა, წინაზე. შეიძლება ცოტნეს მიცეს. დღეს ორშაბათობაზე ვნახოთ თუ გამოგვიგზავნია. შენ რამდენი ჩხუბი იქნება შენ? პირველივე. პირველივე ჩხუბია შენი, შეხსნი, ანუ დავიდანე უნდა უყურო. წარმატებები იმედი ვარ გაუგლიჯავ იმას თავს, ან რა მე რაც გამიკეთე და ლუკასაც გავუკეთე, იმას გააკეთებ იქვე და 1 ან 2 წამი დაგჭირდება მაგ ყველაფრისთვის. მადლობა მაყურებელს, გამოიწერეთ არხი. არ დაგავიწყეთ 50,000-ზე მოვა ამისი ძმა, ჩვენთან სტუმრად, რასაც ველოდებით. რო გითხრათ რომ ძალიან გრანდიოზული რაღაცა მოგატყუებთ. ბიჭო, რაღაცა შეგვირდა ისეც, რაც მაინტერესებს რა. ეგ ვინმე რაღაცა შეპირდა ხალხს, გადააგდო. კაი, კარგად, მოვალ შეხვედრამდე. აყონდის.